შეგვიძლია დავიწყოთ უკვე რამდენიმე წუთიც გავიდა მას მერე რაც ლაივზე ვართ უკვე Facebook-ზე. მოგესალმებით. პირველ რიგში მე ვარ მარიამ თურმანიძე, იპაგის ბორდის წევრი. ორი სიტყვით განმარტავ რა არის იპაგი. ეს არის ამერიკის გაწვრთნილი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაცია. ასოციაცია დაახლოებით 17-მდე ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამის მონაწილეებს აერთიანებს. ეს არის Flexi, Fulbright-ი, Ugrad-ი და სხვა ძალიან ბევრი პროგრამა, იქნება ეს მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი პროგრამები. ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს ამერიკის საელჩოსთან და სწორედ მისი მხარდაჭერით და დაფინანსებით ახორციელებს სხვადასხვა პროექტს, იქნება ეს სოციალური, საქველმოქმედო ხასიათის თუ საგანმანათლებლო პროექტები და ერთ-ერთი სწორედ ასეთი პროექტი ჩვენი ორგანიზაციის გახლავთ სწორედ აი ეს COVID-19-თან დაკავშირებული საუბრები სხვადასხვა თემებზე. ეს არის ერთგვარი სერია, თქვენ შეიძლება თვალს გვადევნებდით აქამდეც და ვიყურებდით წინა ლექციებზეც, თუმცა დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა იქნება მედიაციის როლი პანდემიისას. წარმოგიდგენთ ჩვენს სპიკერებს, სანამ გადავიდოდეთ თემაზე. ირაკლი ყანდაშვილი, მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე და ასევე KK Consulting-ის მმართველი პარტნიორი, ადვოკატი, სოფო ტყემალაძე, მედიატორი და რიზოლის დამფუძნებელი, ანა ხურციძე, საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი, მედიატორი და ასევე გნომონ ვაიზის დამფუძნებელი. სანამ გადავიდოთ უშუალოდ სპიკერებთან და გავიგებდეთ მათ შეხედულებებს ჩვენ მიერ განსახილულ საკითხებზე, მინდა ძალიან მოკლედ ორი სიტყვით მედიაციის შესახებ მოგახსენოთ, თუ რა არის ზოგადად ეს ინსტიტუტი და რას გულისხმობს. ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ, მედიაცია ეს არის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ერთ-ერთი მექანიზმი, საშუალება, რომელიც საშუალებას აძლევს მხარეებს ესე ვთქვათ, კონფლიქტში ან დავაში იმყოფ მხარეებს მოაგვარონ დავა საკუთარი ძალებით. გულისხმობ, რომ იყვნენ აბსოლუტურად სრულად ჩართულნი და ჰქონდეთ კონტროლი იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც წერტილს დაუსვამს მათ დავას. ამ პროცესში მედიატორს აქვს ერთგვარი მოლაპარაკებლის როლი და მედიატორი მხარეებს ეხმარება, რომ წარმართონ კომუნიკაცია. შეძლონ ერთმანეთთან საუბარი იმ საკითხებზე, რაც მათ აწუხებს და ფაქტურად რითიც მათი დავა არის განპირობებული. მედიაცია არის სხვა ბევრი ბენეფიტთან ერთად კონფიდენციალური და როგორც წესი ასე ვთქვათ, ზოგადად მისი ბუნება არის ნებაყოფლობითი, ვინაიდან დღეს ჩვენ ასევე ვსაუბრობთ კერძო მედიაციაზე, ნებაყოფლობით მედიაციებზე და არა სასამართლო მედიაციებზე და ასე ვთქვათ, სავალდებულო მედიაციათა კატეგორიებზე. ჩვენთან საქართველოში ფაქტურად 2012 წლიდან უკვე მედიაციის განვითარება აქტიურად დაიწყო. მას შემდეგ, რაც ვთქვათ, სამოქალაქო დაავადებათა მიმართებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შევიდა ცვლილებები და საპილოტო რეჟიმში მუშაობდა საქალაქო სასამართლოებში უკვე ვთქვათ ეს სასამართლო მედიაცია. ასევე გვაქვს ჩვენ შრომით კოლექტივ დავებზე მედიაცია, რომელიც უკვე დღემდე აქტიურად მიმდინარეობს და ამ კონტექსტში ყავს ასევე შესაბამისად სერტიფიცირებული მედიატორები, რომლებიც არიან მედიატორთა რეესტრის წარმომადგენლები, ეს არის თქო სახელმწიფოს ფარგლებში შექმნილი მედიაციის მედიატორთა რეესტრი. ხოლო შემდეგ უკვე რაც ისეთი წინ გადადგმული და აღსანიშნავი ნაბიჯი არის, მოხდა ის, რომ 2020 წლის 1 იანვარს ძალში შევიდა კანონი მედიაციის შესახებ,
რომელმაც უკვე ისე ვთქვათ, ნათელი მოფინა თუ სად რა როლი ეჭირა, სად იყო მედიაციის ინსტიტუტი საქართველოში, თქვათ სხვა ინსტიტუტებთან მიმართებით, რა დავები შეიძლება რომ გადავცეთ მედიაციას, იქ არის ჩამონათვალი აი ამ კატეგორიის დავების და ასე შემდეგ. მოკლედ, ეს არის ძირითადი ჩარჩო ჩვენთვის ადგილობრივ დონეზე იმისა, თუ რითი უნდა დავარეგულიროთ მედიაციის პროცესი. რაც შეეხება COVID-19, ყოველთვის კარგად არის ნაცნობი და ცნობილი, ბევრმა საკუთარ თქვათ თავზეც გამოსცადა ის, რომ COVID-19-ის პირობებში ძალიან ბევრი სამართლებრივი დავა წარმოიშვა. ეს შეიძლება იყოს შრომით სამართლებრივი დავები, შეიძლება იყოს თქვათ ვიცი მიიჯარესა და მოიჯარეს შორის არსებული თქვათ ვალის გადაუხდელობის გამო წარმოშობილი დავები, სხვა ძალიან ბევრ და სხვადასხვა სახელმწიფოებრივ ურთიერთობებს მოიცავს, მოკლედ. და სამწუხაროდ ამ პირობებში ისედაც თქვათ გადატვირთული სასამართლო სისტემა, რასაკვირველია ერთი ის, რომ კიდევ უფრო დაიტვირთა და დაიტვირთება სავარაუდოდ და ვეღარაუა და დროში გაიწელება ეს დავები და მეორე ის, რომ ფაქტობრივად ჩვენ ვიცით, რომ მაშინ, როდესაც პიკი იყო, ასე ვთქვათ, პანდემიის, საერთოდ სამართალ წარმოება შეიძლება შეჩერდეს. და სასამართლომ ვეღარ განახორციელოს აქტიურად ეს ფუნქცია. თავიდან, როდესაც გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, სამწუხაროდ არ იყო ნებადართული მედიაციის დისტანციური წარმართვა, ასე ვთქვათ, თუმცა შემდეგ უკვე აი ამ დადგენილებაში, მთავრობის დადგენილებაში შევიდა ცვლილება, რომელმაც ნება დაგვრთო, ასე ვთქვათ, რომ გაგვემართა დისტანციური მედიაციები. შესაბამისად ამის მერე უკვე რამდენიმე დაახლოებით 6 თუ 7 ონლაინ მედიაციას ჩატარდა და სწორედ აი დღეს ჩვენი სპიკერები, რომელსაც გამოვხდიათ და უკვე აქვთ გამოცდილება ასევე ონლაინ მედიაციის, ასევე გვესაუბრებიან მათ გამოცდილებაზე ონლაინ მედიაციის კუთხით. იქამდე პირველ რიგში მინდა ახლა რომ გადავიდე, ასე ვთქვათ, ბატონ ინაგრე ყანდაშვილთან. როგორ ფიქრობთ, აი ამ პირობებში, როდესაც პანდემიამ ფაქტიურად მოჭარბებული სამართლებრივი დავები დაგვიტოვა და ჯერ კიდევ არ ვიცით, ფაქტიურად რამდენად დიდია ამ დავების რიცხვი, რას ფიქრობთ, რა როლი შეიძლება, რა როლი აქვს, ან რა როლი შეიძლება რომ გქონდეს მედიაციას, როგორ შეიძლება ვისარგებლოთ ამ ინსტიტუტით და ასევე მინდა რომ გვესაუბროთ შრომითი ურთიერთობების ნაწილში აი ამ პროექტზე, რომელიც აქვს მედიატორთა ასოციაციას, აი სხვადასხვა უმაღლეს დაწესებულებებთან თანამშრომლობით. მოგესალმებით მარიამ. მივესალმები თქვენს მაყურებელს, მსმენელს, მივესალმები სოფოს ანას, მადლობა ივაქს. ამერიკის გასვლითი პროგრამების მონაწილეების ასოციაციას. აკეთებს იმას გიფიქსირებთ და მათ შორის მსაუბრად ჩვენ ასოციაციებს შორის სამომავლოდ მჭიდრო თანამშრომლობის. მადლობა ასევე თემი დაინტერესებისთვის, თემა ძალზედ აქტუალურია. მე ცოტა უფრო ესე თამამად ვიტყოდი, მედიაციას დიდი როლი არა აქვს არა მარტო პანდემიის დროს, არამედ გლობალურად ყოველთვის აქვს და აწი უკვე ექნება საქართველოში ის შეუცვლელი როლი, რასაც ქვია ამ ეტაპზე დავების ალტერნატიული მექანიზმი, თუმცა ალბათ მივალთ ჩვენ იმ ეტაპამდე, როცა დავების გადაწყვეტის უალტერნატივო მექანიზმი იქნება კიდეც მედიაცია. მე დიდ დროს არ დავხარჯავ მსმენელისთვის იმის წარმოდგენისთვის, თუ რა არის მედიაცია, თქვენ ძალიან მოკლედ, მაგრამ კომპაქტურად ამაზე უკვე მიაწოდეთ ინფორმაცია და მინდა მჯეროდეს, რომ ვინც გვიერთდება არის მიზნობრივი ჯგუფი და კარგად მოიხსნება მედიაციის თაობაზე, თუმცა ძალიან მოკლედ ერთ წინადადებას ვიტყვი, რომ მე მინდა მივულოცო ჩვენს ქართულ საზოგადოებას, თქვენს მაყურებელს, რომ 2020 წლის 1 იანვრიდან კანონი ამოქმედა მედიაციის შესახებ და ყველას ერთად გვაქვს საშუალება კონფლიქტში მყოფ მხარეებს და კონფლიქტის გადაზღვრული არასდროს არავინ არ არის, რომ ჩვენი ხელით ჩვენს მიმდინარე თავაზე თავად მივახციოთ შეთანხმება ამ შემთხვევაში მესამე ნეიტრალური პირის მედიატორის ჩართულობით და ის შეთანხმება, რომელსაც მხარეები მივახცევთ, ის არის გათანაბრებული საქართველოს სახელით გამოტანილ სასამართლო გადაწყვეტილებასთან, ანუ აღსრულებადი აქტით სრულდება 1 იანვრიდან ამოქმედებული კანონით მედიაცია, უფრო მეტიც არა მხოლოდ სასამართლოში, არამედ მის გარეთ კერძო მედიაციის ფორმატის გამოყენებით.
თქვენ ასევე აღნიშნეთ მარიამ პანდემიის მიზნებისათვის მედიაციის როლი და მე დღეს ამიხარია გულწრფელად გეტყვით როგორც რიგით მედიატორს, როგორც მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარეს, რომ დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ უკვე თურმე მედიაციას როლი აქვს პანდემიის ფონზე. ეს ასე არ იქნებოდა, რა თქმა უნდა, მე დამეთანხმება ყველა, ვინც ამ საკითხებში იყო ჩართული და არის ჩართული, თუ არა რეალურად ჩვენი ასოციაციის აქტიურობა ჯერ კიდევ მარტის თვეში, როცა როგორც თქვენ აღნიშნეთ, 23 მარტს, როცა იქნა მიღებული დადგენილება და დასაშვებ საქმიანობათა ნუსხა განისაზღვრა, ჩვენით არ ვიყავით. თუმცა ასოციაციამ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, ეს აღმოჩნდა უკვე შედეგი, რაც თქვენ თქვით. სწორი გადაწყვეტილება მიმართა მთავრობას და მთავრობამ 1 აპრილს მიიღო უკვე 211 დადგენილებით ცვლილება 191 დადგენილებაში და 1 აპრილიდან ამოქმედა მედიაცია და უკვე თქვენ გაქვთ დღეს მარიამ საფუძველი დღეს მეტაპირებში ვთქვათ, რომ დიდ როლს თამაშობს პანდემიის მედიაცია. წინასწარ შემთხვევაში მედიაცია არ იარსებებდა. სამი თვის ფაზილს. მით უფრო პირველიანზე დამოუკიდებელი კანონი და ზედ მიხვა სამი თვე მედიაცია ნამდვილად იქნებოდა არა ისე ეფექტური და ისე შედეგების მომდენ, როგორც დღეს არის და უკვე საფუძველი ჩავყარეთ რომ ხვალიყოს. რა თქვენ თავად აღნიშნეთ ამასთან დაკავშირებით, რომ ელექტრონული პლატფორმის სამუშაოების შემდგომ დიდი როლი აქვს მთავრობას და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მედიატორთა ასოციაციასთან ერთად ჩვენ საზოგადოებას შეთავაზეთ 20 აპრილიდან დისტანციური მედიაცია, რომელიც ფორმატის გამოყენებით სწორედ ის 7 წარმატებული სამედიაციო შეთანხმება შედგა თბილისის, რუსთავის, მცხეთის სასამართლოებში, სადაც მედიაცია ფუნქციონირებს. და უფრო მეტიც ჩვენ შევძელით და დავამკვიდრეთ თავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის დისტანციური პლატფორმა, ონლაინ მედიაცია, რომელიც რა თქმა უნდა კიდევ უფრო დაიხვეწება და რა თქმა უნდა ყველაზე იქნება კიდევ უფრო მეტი ამ შემთხვევაში კომფორტის შემქმნელი დავისქვანიებისათვის, რათა მათ შეგვიძლია ერთმანეთს შორის არსებული დისკუსია დაასრულონ ერთმანეთს შორის შეთანხმებით. შესაბამისად, ეს ყველაფერი არ იქნებოდა თუ არა დროში და სივრცეში საქართველოს მედიატორთა ასოციაციის სწორი პოზიციონირება. ახლა რაც შეეხება თქვენს გაცნობითი სიტყვის კითხვას, რაც ბოლოს გააჟღერეთ და აქაც შემიძლია გამოვაყო, რომ მედიატორთა ასოციაციის დროული სწორი პოზიციონირების შედეგი არის დროში და სივრცეში განხორციელებული პროექტი, რომელიც დაკავშირებულია COVID-19-ით დაზარალებულ შრომითი ურთიერთობის მხარეების მხარდამჭერ პროგრამასთან. კერძოდ, მარტში, აპრილში და მაისში ჩვენ მივიღეთ რა პანდემიით დაზარალებული მოსახლეობა სხვადასხვა სამართლებრივ ურთიერთობებში და მე მინდა აქვე ჩემი გუნდის, ჩემი ასოციაციის, რომლის წევრები ვართ ყველა ერთად მოქმედი მედიატორები და სოციალისტები, მართლ საბჭოსაც მადლობა გადავუხადოთ აღნიშნულ აკროლი. მიხარია რომ თქვენ დღეს ჩართვაზე ხართ არა მხოლოდ ვიზუალის დამფუძნებლად წარადგენთ ქალთონის სოფო არის მედიატორთა ასოციაციის მართლ საბჭოს ერთ-ერთი წევრი და სოფოს და ჩვენი გუნდის ჩართულობით შევიმუშავეთ ძალიან საინტერესო პროექტი. და ესეც იყო დროში და სივრცეში სწორი გამოწვევა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის ხაზგასმა მედიატორების და მედიატორთა ასოციაციის მხრიდან და პროექტი შეეხებოდა სწორედ იმ ინიციატივას, რომელიც მე მხარდაჭერილი იქნა ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის მხრიდან და მათაც რა თქმა უნდა დიდი მადლობა და ჩვენ უკვე 1 ივნისიდან ავამოქმედეთ მარიამ აგვისტოში ჩართვით სამთვიანი უფასო პროგრამა COVID-19-ის შედეგად დაზარალებული შრომითი ურთიერთობების მხარეებისთვის უფასო მედიაცია. ალბათ ამით ახდება ყველა ვინც გვისმენს, რომ ამ კატეგორიის საზოგადოება ბევრია საქართველოში და არა მხოლოდ, თუმცა ჩვენ ძალიან ისეთი კონკრეტული ფოკუს ჯგუფზე გავაკეთეთ აქცენტი. ტექნიკურად შეიძლება არც ვერ შევძლებდით და ამ სამი თვის მანძილზე სწორედ შრომითი ურთიერთობიდან დაზარალებული შრომითი ურთიერთობის მხარეებს უფასო დაეხმარებიან საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წევრი მედიატორები და მე ძალიან მიხარია და აქ მინდა ხაზი გაუსვა, რომ ამ პროგრამის ფარგლებში ჩვენ გავაფართოვეთ წრე და ჩვენს გვერდზე დგანან უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები, რომლის ერთ-ერთი ძალზე ნათელი წარმომადგენელია ქალბატონი ანა და მადლობა საქართველოს უნივერსიტეტს და მის იურიდიულ ფაკულტეტს და ზოგადად სკოლას, რომ ასევე ჩაერთვა პროგრამაში, ისევე როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, გრიგოლ ორბაქის სახელობის უნივერსიტეტს, ნიუ ვიჟენის უნივერსიტეტს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს და ყველას რომ არ გამორჩეს რომელიმე, ყველა ამ პროგრამაში ჩაერთო და მათი პლატფორმაზე ბაზის გამოყენებით ჩვენი მოქმედი მედიატორები
უკვე სოციუმს ასეთი ინტერესის შემთხვევაში თავაზობთ უფასო მედიაციაზე. ეს არის მე ამას ასე ვუყურებ, ასე ვხედავ, ერთი სოციალური პროგრამა, მეორე დემონსტრირება მედიატორების მხრიდან სახელმწიფოებრივი ხედვის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, ეს არის ხარდაჭერა დასაწყის თვეებში მედიაციის განვითარების საქართველოში და განსაკუთრებით კერძო მედიაციის და რატო სასამართლო მედიაცია და კერძო მედიაცია არის ფორმები მედიაციის, თქვენს მოკლედ აღნიშნეთ კიდეც და სასამართლო მედიაცია ნამდვილად არის განვითარებული საქართველოში. წლებია უკვე ფუნქციონირებს, თუმცა კერძო მედიაცია ეს არის მონოპოლარი მედიაციის შესახებ საქართველოს კანონის, რაც ამოქმედა 1 იანვრიდან და მას დღეს მხარდაჭერა ჭირდება, მას დღეს განვითარების პირველი ნაბიჯები ჭირდება, მას ანვითარებს რა თქმა უნდა სასამართლო მედიაციის ცნობადობის ზრდა ერთი მხრივ, თუმცა აი ეს პროგრამა არის პირველი ამ შემთხვევაში ღია მხარდამჭერი პროგრამა, რომელიც ირიბად განავითარებს კერძო მედიაციას და რა არის საფუძველზე. ვერ კიდე სასამართლოში წასვლამდე თავაზობთ მხარეებს მედიაციას. ეს არის სწორედ ანიბანი კერძო მედიაციის არსი და დანიშნულების. შესაბამისად, ამ პროგრამის განხორციელებით ჩვენ საზოგადოებას ვთავაზობთ უკვე, რომ სასამართლოში წაუსვლოთ კერძო მედიაციის მომხმარებლები, ბენეფიციარები გახდნენ. და ეს მე იმედს ვიტოვებ, რომ საზოგადოება მას სწორად შეაფასებს, სწორად აღიქვამს ამ პროგრამის მნიშვნელობას მათთვის უპირველესად და მედიატორების ჩართულობას იმ მძიმე გამოწვევის ერთად დაძლევის მიზნების საქმეში, რასაც ერთად ვახორციელებთ. შემიძლია გავაგრძელო, მაგრამ უბრალოდ არ მინდა ვისარგებლო პირველი სიტყვის უფლებით და გადავაჭარბო ჩემი გვარიც. ბატონო, დიდი მადლობა. ამ შემთხვევაში გადავალ სოფო კრემალაძესთან. და როგორც ვიცით, ასევე არსებობს ერთით ისეთი ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამა, რომელიც ამ შემთხვევაში ერთგვარი ინიციატორები არიან ჯიაკი, ანუ საქართველოს საერთაშორისო არბიტრაჟის ცენტრი და სწორედ ეს რიზოლვი. და რომელიც როგორც ვიცით, ხორციელდება საერთაშორისო პარტნიორობის მხარდამჭერით, ეს არის თორემ ევროკავშირი და ასევე UNDP. თუ შეიძლება რომ აი ამ პროექტზე გვესაუბროთ და თქვათ აი ამ პროექტის ფარგლებში როგორ შეგვიძლია რომ დავეხმაროთ COVID-19-ით დასახელებულ პირებს. მადლობა მარიამ, მოგესალმებით ყველას. ნამდვილად ეს პროექტი ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი ძალიან მალე პანდემიის გამოცხადების შემდგომ გაჩნდა, სწორედ იქიდან გამომდინარე, როგორც თქვით მარიამ, ძალიან მალე გახდა აშკარა, რომ ყველაზე დიდი დარტყმა პანდემიის შედეგად მიიღო ბიზნესმა რეალურად თითქმის ყველა მიმართულებით და ყველა სფეროში ზეგავლენა იქონია ბიზნესზე პანდემია მიყო, იქნებოდა ეს საჯარო ურთიერთობები, გადაზიდვები, ნასყიდობა, შრომითი და ასე შემდეგ, იმიტომ რომ რეალურად პარალიზება მოხდა ბიზნესის და ვეღარ ასრულებდნენ, ანუ ბიზნესი ჩადგა იმ მდგომარეობაში, როდესაც სულ მცირე ერთი მხარე ვეღარ ასრულებს მის მიერ ნაკის ვალდებულებას. ეს იქნება ხელფასის გადახდა, თანამშრომლისთვის იჯარის ქირის გადახდა, საქონლის მიწოდება, საზღვრების ჩაკეტვის გამო თუ სხვა, ასე შემდეგ. ამიტომ ძალიან ნათელი იყო, რომ თუნდაც ტელევიზორსაც რომ უყურებდით, რამდენი გადაცემა იყო, სადაც იურისტები საუბრობდნენ ფორს მაჟორზე და ვის რა უფლება აქვს და ასე შემდეგ, ხო? ძალიან ნათელყოფდა ორ რაღაცას, ერთი რომ დიდია დავების ალბათობა და მეორე იმასაც რომ დიდად განჭვრეტადი ჩვენი კანონმდებლობა არ არის და ზუსტი არ არის ამასთან დაკავშირებით და არ არის ცალსახა როგორ გადაწყდება ეს დავა რომ თქვა სასამართლოში წავიდეს, ხო? ამასთან ერთის ის რომ განჭვრეტადი არ არის თვითონ სიტუაცია, ეს პანდემია რამდენი ხანი გაგრძელდება, იქნება თუ არა მეორე ტალღა და ასე შემდეგ. ანუ ეს ყველაფერი ბიზნეს ტოვებს ძალიან ისეთ მდგომარეობაში, როდესაც მათ შეიძლება გაუჭირდეთ გამოსავლის ნახვა და თუ ასეთ შემთხვევაში ისინი მიმართავენ სასამართლოს, ვიცით რომ ეს არათუ ძალიან ბევრ დროს წაიღებს, რაც მთავარია პრობლემიდან გამოსავალს ვერ ნახავენ, იმ პრობლემიდან რაც დღეს არის მათ წინაშე და მეორე რაც ასევე მნიშვნელოვანია, ამან შეიძლება ძალიან დააზიანოს ურთიერთობები ბიზნეს პარტნიორებს შორის. ამიტომ
ასე ვთქვათ, ბუნებრივი იყო, მე მგონი, რომ მედიატორებში რაღაცა ბუნებრივად გაჩნდა ეს მოთხოვნილება, რომ აი აქ შეიძლება კონდეს დამატებითი ღირებულება მედიაციას და ჩვენს უნარებს, რომ დავეხმაროთ ბიზნესს, რომ ხისიერად მოხდეს რაღაცა პრობლემების გადაჭრა დროში მალე და რაც მათი ურთიერთობების შენარჩუნება მოხდეს და რაღაცა გამოსავლების გზების მოდიოდა. სწორედ ეს არის მედიაციის არზე თქვენც ილაპარაკებთ, ირაკლი მაც ისაუბრა, რომ ასე ვთქვათ, პროექტი მოიაზრებს იმას, რომ ბიზნესს ექნება შესაძლებლობა მოითხოვოს მედიატორის ჩართულობა. მედიაცია ვიცით, რომ როდესაც დავა არის უკვე, მედიატორი ეხმარება მხარებს ერთის მხრივ უკეთ გაიგონ, რა სირთულე აქვს თითოეულ მათგანს, რაში არის პრობლემა, რა მოხდა და რატო ვერ შესულა მაგალითად ესათვის ვალდებულება. მეორე ეხმარება, რომ დაფიქრდნენ რისკებზე, რა რისკები არის ამ მდგომარეობაში და თითოეულ ვთქვათ, სცენარი როგორ განვითარდება, ამ განვითარებას რა რისკები შეიძლება მოყვეს და ეხმარება მათ, რომ ნახონ გამოსავალი. სვავს კითხვებს და თვითონ მხარეებმა, რომ ნახონ ისეთი გამოსავალი, რომელიც მათთვის შეიძლება იყოს ორივესთვის მისაღები. ანუ ეს არის ერთი მიმართულება, რასაც პროექტი მოიაზრებს, თუმცა ამავე დროს ძალიან ნათელი იყო და არის, რომ შესაძლოა საჭირო გახდეს მხარებს ეს საჭიროება დაუდგეთ არა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ისინი დავაში არიან. არის სიტუაციები, როდესაც მხარები არ არიან ჯერ დაპირისპირებაში შესული ერთმანეთთან. ეს მაგალითად შეგვიძლია ავიღოთ სამშენებლო ხელშეკრულება, როდესაც არ არიან დაპირისპირებაში უბრალოდ კონტრაქტორის შემსრულებელმა წინასწარ უკვე განჭვრეტს, რომ მას ექნება პრობლემა და ვერ შეასრულა, ვერ გამოიყვანს სამშენებლო მოედანზე მუშახელს მაგალითად დროულად, ანუ რაღაცას შებეთებები წინასწარ იცის, რომ ექნება, ხო? იგივე შრომით დავებში შეიძლება დამსაქმებელმა იცის, რომ მოუწევს თავისი დასაქმებულების რაღაცა ნახევარ განაკვეთზე გადაყვანა, ხო? მაგრამ ჯერ დაპირისპირებაში არ არის და არც უნდა რომ შევიდეს. რეალურად არავის ინტერესში არ არის დავაში შესვლა მეორე მხარესთან. ამიტომ შეიძლება ასე ვთქვათ, ის მედიაციას რო თავაზობ, შეიძლება მათთვის რაღაც გარკვეული უთერხულობის მომენტიც იყოს, რომ რა არის სამედიაციო, მე დავაში არა ვარ და ნუ რაღაცა შეიძლება ამიტომ შეიკავონ თავი. ამიტომ ჩვენ შევთავაზებთ ასევე მეორე პროცესი ამ პროექტის ფარგლებში, ეს არის ფასილიტაცია და ეს არის ისეთი შემთხვევა ზუსტად, როდესაც არ არიან ჯერ მხარეები დაპირისპირებაში, უბრალოდ ორივე მხარე ათი ცნობიერებს, რომ შესაძლოა დადგეს გამოწვევა, პრობლემა და ჯობია წინ და წინ ვიზრუნოთ ამაზე. ეს ძალიან წააგავს და ვფიქრობ, რომ პირდაპირ ჯდება ჩვენი კოდექსის 398 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგებას, ხო? პირდაპირ წერია იქ, რომ ჯერ მხარეები უნდა შეეცადონ ხელშეკრულების მისადაგებას შეცვლილი გარემოებებისადმი. ანუ ზუსტად ეს სიტუაცია, პანდემია ისე შეიცვალა მდგომარეობა, რომ ყველასთვის განუჭრეტად იყო, მნიშვნელოვნად შეიცვალა და მხარეებმა უნდა გააწარმოონ მოლაპარაკება, მაგრამ ამ მოლაპარაკების წარმართვაში შეიძლება ჩიხში შევიდნენ ძალიან მარტივად, იმიტომ რომ რაღაცა ემოციური ფონი ჭარბობს, ისედაც უკვე ზარალში არის ბიზნესი, შეიძლება ძალიან მარტივად რაღაც ჩვენი ინსტინქტებიდან გამომდინარე გადავიდეთ რაღაცა არგუმენტირებაში და თავის მართლებებში და ეს ხშირად აფერხებს პროცესს და ჩიხში შეყავს პროცესი. ამიტომ თუ კი ამ პროცესში, მოლაპარაკების პროცესში ჩაერთვება მესამე ნეიტრალური პირი, ნეიტრალური, რომელიც სათანადო უნარებით არის აღჭურვილი, აი ეს მათი მოლაპარაკება, რომ მოახდინონ ხელშეკრულებების მათი ურთიერთობების ადაპტირება, ძალიან ბევრად ეფექტიანი შეიძლება იყოს, პროდუქტიული შეიძლება იყოს და წავიდეს, ასე ვთქვათ, პროგრესი იყოს ძალიან უფრო მარტივი, ვიდრე ერთმანეთთან რო დასჩენ მარტო, ასე ვთქვათ. და ამიტომ ჯამში შევთავაზობთ ასეთ ორ პროცესს, ფასილიტაციას და მედიაციას, იქიდან გამომდინარე მათი ურთიერთობა რა ეტაპზეა და თვითონ შეუძლიათ მხარეებს აირჩიონ, რომელი პროცესია მათთვის უფრო შესაფერისი. და ალბათ პროექტის მახასიათებელი ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ახლა დღეს უკვე ვიცით, რომ მედიაცია ისედაც შეუძლიათ პროექტი არ ჭირდება, თუ მხარეს უნდა მოითხოვს მედიაციას. პროექტის ხიბლი არის ის, რომ თქვენ ახსენეთ ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა, ჩვენ მათ მიმართეთ იმ მოლოდინით, რომ მედიაციაც და ეს ფასილიტაციაც, ანუ მესამე ნეიტრალური პირის ჩართულობა, შედარებით ახალი მოცემულობაა ჩვენს სინამდვილეში და ბევრმა არ იცის ამის შესახებ. იმ ფონზე რომ უკვე რაღაცა გარკვეული ფინანსური ზარალი იქმნია ბიზნესმა, შეიძლება მათთვის დაბრკოლება იყოს, ცადონ რაღაცა ახალი და ამაში კიდევ ფული გადაიხადონ. ხო, ანუ ეს შეიძლება იყოს ბარიერი მათთვის. ამიტომ სწორედ ჩვენ შევთავაზეთ და ძალიან დიდი ასე ვთქვათ, როლი ითამაშა, რომ მხარს უჭერს ამ პროექტს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების ერთობლივი პროგრამა, რომელთაც თქვეს, რომ ისინი დააფინანსებენ მედიატორის ან ფასილიტატორის ერთი დღის მომსახურების თანხას.
ეს რას ნიშნავს რომ და ამავე დროს ჯიატმა თქვა უკვე საქართველოს საერთაშორისო არბიტრაჟის ცენტრმა თქვა რომ ისრულებ განთავისუფლებს ამ პროექტის ფარგლებში მხარეებს ადმინისტრაციული მოსაკრებისგან. ეს რას ნიშნავს რომ ბიზნესი რომელმაც შეიძლება ბევრი არ იცის ჯერ ამ პროცესის შესახებ, მაგრამ იდეის დონეზე მოსწონს და უნდა რომ კონფლიქტის გარეშე, სასამართლოს გარეშე, გაჭიანურების გარეშე, ასე ვთქვათ, მოახდინოს ამ პრობლემების მოგვარება მეორე მხარესთან, მათ შეუძლიათ ცადონ ეს პროცესი, ისე რომ ეს მცდელობა არაფერი არ დაუჯდებათ ფინანსურად. ანუ ფინანსურად მათთვის ეს იქნება სრულიად ხელმისაწვდომი დანახარჯების გარეშე და შეიძლება დაისვას კითხვა, რომ ერთი დღე რამდენად საკმარისია და მე რა მოხდება ერთი დღის მერე. ეს ძალიან ასე ვთქვათ, თითოეულ შემთხვევაშია დამოკიდებული, არის საქმეები, რომლებიც ერთ დღეში გვარდება, არის საქმეები, რომელსაც შეიძლება მეტი დაჭერდეს. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ერთი დღე, რაშიც ჩვენ მოვიაზრეთ, აი 8 სამუშაო საათს, რომელიც შეიძლება დაიყოს 2 დღე, 2.5 დღე, ხო? ანუ 8 სამუშაო საათი მედიატორის ჩართულობა არის სრულიად საკმარისი იმისთვის, რომ მხარეებმა შეიგრძნონ რა არის მედიაცია, ნახონ რამდენად ეს არის ღირებული პროცესი მათთვის, ანუ არის თუ არა მათთვის ეს ეფექტი ღირებული და თვითონ მიიღონ მერე გადაწყვეტილება, გააგრძელებენ ამ პროცესს, უღირთ თუ არა, აი მერე უკვე ერთი დღის მერე ამ ხარჯის გაღება, თუ არა და ეს არის სრულიად ნებაყოფლობითი პროცესი და ნებისმიერ დროს არათუ 8 საათში, 1 საათში შეუძლიათ გამოვიდნენ პროცესიდან, ანუ ეს ნებაყოფლობითი პროცესი და მომხიბლელობა იმის არის, რომ ერთი დღეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ შესაძლოა პრობლემად გადაჭრან და მიაღწიონ შეთანხმებას, სულ მცირე ექნებათ იმის ზუსტი შეგრძნება, უღირთ თუ არა ამ პროცესის გაგრძელება. ეს არის მოკლედ ამ პროექტის შესახებ. დანარჩენს მეც ახლა რო არ გავაგრძელო, მე კიდე მოვუკვირდეთ. კი ბატონო, სობა ძალიან დიდი მადლობა. აქვე აღნიშნავ, რომ სობა არის ასევე ჩვენი ასოციაციის წევრიც და წარმომადგენელიც და ფაქტურად ერთდროულად რამდენიმე ასოციაციას წარმოადგენს დღევანდელ ვებინარში. გადავალ მაშინ ჩვენ შემდეგ სპიკერთან, ანასთან და პირველ რიგში ჩვენ არის საკითხები, რაზეც მე ვისაუბრებ და განვიხილავთ, თუმცა ამ შემთხვევაში მაინტერესებს თქვენი დამოკიდებულება ონლაინ მედიაციასთან დაკავშირებით, ხო? იმიტომ რომ ფაქტობრივად ნახეთ, რომ განსაკუთრებული საჭიროება გარდა თქვა სტანდარტული მედიაციისა გაჩნდა სწორედ ონლაინ, ანუ დისტანციურ მედიაციაზე, ისევ და ისევ გამომდინარე COVID-19-დან. ონლაინ მედიაციას ყავდა ძალიან ბევრი სკეპტიკოსი, იმიტომ რომ თქვა მედიაცია პროცესი, რომელიც უნდა ყოფილიყო ესეთი უშუალო გარემო, თქვა ერთმანეთთან კომუნიკაცია უშუალო არის ძალიან მნიშვნელოვანი და უცებ ვდგევართ იმ რეალობის წინაშე, რომ უნდა გადავიდეთ დისტანციურ მედიაციაზე. რას ფიქრობთ დისტანციურ მედიაციაზე, რა სპეციფიკაცია აქვს, ასე ვთქვათ, რა მახასიათებლები აქვს ამ პროცესს და როგორ ფიქრობთ, შეიძლება თუ არა იმუშაოს ონლაინ მედიაციამ და ესეც ხომ არ არის პრინციპში მედიაციის ერთ-ერთი მახასიათებლის, ეგრეთ წოდებული flexibility-ს, ხო, გამოცდა, ასე ვთქვათ, რომ სწორედ მოერგოს ზუსტად პროცესი შეცვლილ გარემოებებს და რაღაცნაირად პირობებს. გისმენთ. დიდი მადლობა მარიამ, მივესალმები ჩემთვის ძალიან ძვირფას სპიკერებს, მადლობა IPAX, როგორ ეძახით თქვენი სწორი გამოთქვით, ალბათ IPAG-ია, ხო? მე ძალიან მიხარია, რომ ამ ადამიანებთან ერთად ვარ დღეს, მათ შორის მოდერატორსაც ვთვლი ამ ადამიანებში, რომლებიც არიან მედიაციით მოწამლული და ძალიან მიხარია, რომ ყველა თითოეული ჩვენთაგანი რაღაცნაირად იმ ადამიანებთან ერთად კიდევ ვინც ჩვენს გვერდით დგანან, ვცდილობთ რომ ეს ინსტიტუტი რაღაცნაირად განვავითაროთ ამ ქვეყანაში და ჩვენი წვლილი, ჩვენი მიმართულების მიხედვით შეგვაქვს ძალიან საინტერესო პროექტებზე ისაუბრა სოფიმაც, ირაკლიმაც, მე მჯერა რომ ჩვენი ასოციაციაც ძალიან ესეთი ბუსტერი იქნება გარკვეულწილად მედიაციის განვითარებაში, ისევე როგორც სოფის პროექტი, რომელშიც მე თვითონაც რაღაც გარკვეულწილად ჩართული ვარ და დიდი ინტერესით ველოდები კიდევ უფრო მეტ აქტიურობას და წარმატებას უსურვებ ორივეს. მე ამ შემთხვევაში გარდა მედიატორობისა წარმოადგენ საქართველოს უნივერსიტეტს და ძალიან მიხარია, რომ ჩვენთან 2013 წლიდან არსებობს მედიაციის კლინიკა, რომელმაც ისე დაამკვიდრა პროგრამაში, ისე გადაინაცვლა
დაინაცვლა, რომ ის გახდა სავალდებულო კომპონენტი, რაც ძალიან საამაყოა, იმიტომ რომ სხვა უნივერსიტეტებში ეს არ არის, ჩვენ მართლა გჯერა რომ ეს უნარები ადამიანებს ცხოვრებას უმარტივებს, ძალიან მოკლედ რო ვთქვათ, და ამიტომ ვცდილობთ, რომ პრინციპში ირაკლისთანაც ვქონდა მემორანდუმის ხელმოწერის დროს ზუსტად იმაზე საუბარი, რომ ეს არ უნდა იყოს მხოლოდ იურისტებისთვის, ვთქვათ, შესასწავლი უნარები, არამედ ეს უნდა იყოს ის უნარები, რომელიც თითქმის ყველა პროფესიის ადამიანს ეცოდინება, იმიტომ რომ საჭიროება ითხოვს ამას. რაც შეეხება ონლაინ მედიაციას, პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ეს კოვიდის მოტანილი მედიაცია არ არის. ონლაინ მედიაციას თავისი ისტორია აქვს. მსოფლიოს საარბიტრაჟო და სავაჭრო პალატები, ზოგადად მსოფლიოს გარშემო ონლაინ მედიაციას დიდი ხანია იყენებს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებამ, რომელიც დღეს რაღაცნაირად ფორსირებულად ყველასთვის დამკვიდრდა, უფრო მეტად კარი გაუხსნა ამ მედიაციას და უფრო მეტად ხელშესახები და შესაძლებელი გახდა ადამიანებისთვის თუნდაც წარმოდგენა ამისი, ვიდრე აქამდე იქნებოდა. ზოგადად თუ ავიღებთ მაგალითად იგივე სიდრის უახლეს რეპორტს წერია მასში, რომ სადღაც 89% დავების გვარდება მედიაციით. აქედან 74 თვითონ პროცესშივე, ანუ პროცესის დასრულებისას, ფაქტიურად მოგვარებით სრულდება, დანარჩენი 15% კი სრულდება ძალიან მალე მედიაციის პროცესის დასრულების შემდეგ. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს პროცესი არის ძალიან ეფექტური. თუ ჩვენ ამას სწორად გამოვიყენებთ, თუ ჩვენ ამას სწორად მივაწვდით საზოგადოებას, რაც შეეხება ონლაინ მედიაციასთან ამ ყველაფრის კავშირს, სიდრიც იყენებს ონლაინ მედიაციის პლატფორმას და ამ 89 წარმატებულ кейსში არის ონლაინ მედიაციის кейსებიც. თავიდან ისევე როგორც ბევრი, მე სკეპტიკურად ვიყავი ცოტა განწყობილი, იმიტომ რომ მეც ასე მასწავლეს, რომ ადამიანის სხეულის ენა, ემოციები, პროცესის ცოცხალი ორგანიზმივით მიდგომა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მედიატორს ეხმარება იმისთვის, რომ პროცესი სწორად წარმართოს და საბოლოოდ მხარეებზე ახდენს, რა თქმა უნდა, დადებით ეფექტს. მაგრამ მას მერე რაც ნახეთ Zoom-ი, თავისი, ვთქვათ, იგივე ერთ-ერთი პროგრამა, თავისი არაჩვეულებრივი ფუნქციებით, მივხვდით, რომ შესაძლოა და მარტო მე კი არა, ბევრი მიხვდა, რომ შესაძლოა, რომ ეს პირიქით შეიძლება კარგი რაღაცებიც კონდეს და მაგალითისთვის მოგიყვანთ მაგალითად ეგრეთ წოდებულ gallery views, როცა თქვენ ყველას ერთდროულად უყურებთ ერთ ეკრანზე. მაშინ, როდესაც მედიაციის პროცესში ხშირად უხერხულობა წარმოიქმნება, მაგალითად, როდესაც ლაპარაკობს მხარის წარმომადგენელი, გინდა ამ დროს დაინახო მხარის ან მეორე მხარის რეაქცია და ვერ უყურებ, ხო, ერთდროულად, ეხლა უნდა გახედო, გამოხედო, როცა მედიატორი ხარ, მაგრამ ასეთ შემთხვევაში gallery view გაძლევს საშუალებას, რომ ყველას უყურო თანაბრად, ისე რომ უხერხულობა არ შექმნა. ეს არის მაგალითად ერთ-ერთი მაგალითი, როდესაც რაღაცნაირად ეს უხერხულობას ქმნიდა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ზოგიერთ მედიაციას აქვს ისეთ სპეციფიკა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს, თქვათ, პირისპირ და აქვს მას თავისი ახსნაც, ხო? არის მეორე გამოწვევა, რომელსაც ხშირად სკეპტიკოსები იყენებენ, ეს არის კონფიდენციალობის გამოწვევა, თქვენ აღნიშნეთ, რომ ეს პროცესი კონფიდენციალურია და რამდენად ხდება კონფიდენციალობის შენარჩუნება ასეთ პროცესში, არ ვიცი, თუმცა არც დადასტურებული ფაქტები არ არსებობს ჯერჯერობით, რაც მოვიძიე, რომ ამ მხრივ ვინმეს პრობლემა შექმნია. მესამე გამოწვევა უკავშირდება კონკრეტულად ოჯახური დავების მედიაციას, რომელიც კიდევ უფრო სპეციფიკურია. ამ შემთხვევაში ვთქვათ, იგივე სახლიდან ჩართვა ხშირად მხარეებისთვის არის არაკომფორტული და ხშირად დგება ბავშვების იყოფნის საფრთხეც, რომელიც ბავშვის მოკლედ საუკეთესო ინტერესებში შეიძლება სულაც არ იყოს, ამ ყველაფრის მოწმედ ყოფნა, კონფიდენციალობას რო თავი დავანებოთ, ხო? და რაც თავარია, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ ყველამ კარგად გავიგეთ ამ ცოტა ხნის განმავლობაში, ეს არის ტექნიკური ხარვეზები, რომელიც ყველამ ჩვენ თავზე აქ ისეთი ადამიანები ხართ ჩაკრებილები, რომლებიც ლექციებსაც კითხულობთ და იწვნიეთ ამ პროცესის განმავლობაში, ხო? ცხადია, ყველა ნებისმიერ მედალს აქვს ორი მხარე და ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ონლაინ მედიაციასაც შეიძლება ასე შევხედოთ, თუმცა თუ ვიტყვით, რომ მას აქვს ძალიან დიდი უპირატესობა იმ მხრივ, რომ ის ძალიან ზოგავს დროს და ხარჯებს. რაც თავარია,
მეტად წაახალისებს ამ პროცესს, იმ თვალსაზრისით, რომ უფრო მეტი წვდომა ხდება ამ კონკრეტულ პროცესზე, ხო? ამ ხრივ თუ შევხედავთ ამ საკითხს, ეს ძალიან ეფექტური საშუალებაა. მით უმეტეს იმ პერიოდში, როგორც აღნიშნეს უკვე ჩემს წინა სპიკერებმა, რომ გაზრდილია დავების რიცხვი და კიდევ ველოდებით, რომ კიდევ უფრო გაიზრდება ხო ამ პროცესთან ერთად. და რაღაცნაირად ვეძებთ ალტერნატივებს, როგორ შეიძლება რომ ეს პროცესი რაღაცნაირად დაბალანსდეს ამ ეფექტური გადაჭრის გზით, ხო? ამიტომ მე ახლა უკვე ჩავეწერე ამ პროცესის მომხრეებში, სკეპტიკოსიდან გადავინაცვლე უკვე რაღაცნაირად მომხრე გავხდი ამ პროცესის და მინდა რომ გაგიზიაროთ რამდენიმე ესეთი პატარა რჩევასავით, რომელიც პრინციპში ირაკლის უფრო მიემართება, იმიტომ რომ ამერიკის იურისტთა ასოციაციამ დაიწყო რა ონლაინ მედიაციები, გააკეთა ძალიან კარგი ვებინარების სერია, რომელიც მიეწოდათ ასოციაციის წევრებს იმისთვის, თუ როგორ ეს არ იყო მარტო ის, რომ რა არის მედიაცია, არამედ უფრო იყო ტექნიკურად როგორ გამოვიყენოთ თქვათ სისტემა ამ დროს, როგორ გავიყვანოთ breakout room-ებში, რასაც ეძახიან ამ ცალკე ოთახში თქვათ კლიენტი, როგორ მოვახდინოთ პერსონიფიცირებულ ჩატით ურთიერთობა ვინმესთან, ისე რომ სხვა ვერ დაინახოს. ეს იყო ფაქტიურად ერთგვარი ტექნიკური გაკვეთილი ყველასთვის, რომელიც ხელმისაწვდომი გახდა ყველა ასოციაციის ყველა წევრისთვის და მათი უკავშირები, როდესაც ნახე, რომ ისინი ძალიან კმაყოფილები არიან ამ ვებინარით, იმიტომ რომ ეს ტექნიკური რაღაცა ცოდნა ფაქტიურად შეიძინეს და ისინი ამბობენ, რომ მედიაციის მანტრა არის მომზადება მედიატორის, რამდენად კარგად არის მომზადებული მედიატორი კონკრეტული პროცესისთვის, იმდენად წარმატებულია ის პროცესი, მიუხედავად შინაარსისა და ამიტომ ამ ხრივ მე მგონი კარგი იქნება თუ ჩვენს მედიატორებს უკვე და მომავალ მედიატორებს, რომელთა რაოდენობის ზრდას ძალიან ველოდები, მათ შორის ჩემი ყოფილი სტუდენტების შემატებას, იმიტომ რომ ნამდვილად იმსახურებენ ამ კონკრეტულ ასოციაციაში ყოფნას, მგონია რომ ესეთი ფაქტორებით ჩვენ უფრო მეტად წავახალისებთ იმას, რომ ადამიანებმა გადალახონ ის დისკომფორტი, რაც შეიძლება ონლაინ მედიაციით იყოს, ხო? ამიტომ ტექნიკური უნარების გაუმჯობესება, ასევე ელექტრონული ხელმოწერის დაგეგმვა ამ პროცესში, ეს არის ჩემი აზრით ის რაღაცა ტექნიკური დეტალები, რომელიც შეიძლება მედიატორებს პროფესიისთვის არ მოეთხოვებოდეთ, მაგრამ ამ პროცესმა მოიტანა ეს კონკრეტული რაღაც, რომ დაემატოთ მათ. ასევე მინდა ვთქვა ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, რომ კონფიდენციალობასთან ერთად დგება ასევე ამ პროცესის უკანონო ჩაწერის პრობლემაც. არ მარტო ის, რომ თქვა რაღაც კონკრეტული ინფორმაცია გავიდეს პროცესიდან, არამედ არ მოხდეს ვინმეს პერსონალური მონაცემების დარღვევა, თქვა მისი ვიდეო ჩანაწერის გაკეთება და ასე შემდეგ. ამ ხრივაც ჩემი აზრით მედიატორები უნდა ვიყოთ მზად, რომ სათანადო ინფორმაცია მივაწოდოთ მხარეებს, რამდენად შეიძლება ამის გაკეთება და როგორი ფორმატით უნდა გაკეთდეს ის, რომ კანონიერად ჩაითვალოს და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვკითხულობდი ამ უკავშირებს მედიატორებისგანაც, რომლებსაც წლებია უკვე ონლაინ მედიაციის გამოცდილება აქვს, ძალიან ძნელი ყოფილა საკუთარი თავის ყურება აი იმ კონკრეტულ ეკრანზე, რასაც მე ხა მაგალითად ჩაკეცილი მაქვს ჩემი თავს არ უყურებ მე თვითონ, ამიტომ ურჩევენ, რომ ჯობია რომ არ მოხდეს რაღაც ყურადღების გაფანტვა, სხვა რამეზე კონცენტრირება, თქვენი საკუთარი თავის ეკრანი გააქრეთო, მაშინ როდესაც ონლაინ მედიაცია გაქვთ და მოკლედ სახლიდან ჩართვის კომფორტზე მიუთითებენ, რომ ეს მხარეებისთვის ძალიან ხშირად მეტწილად, ესე ვიტყოდი, იყო კომფორტული და ამ კონკრეტულმა შეთავაზებებმა, მაგალითად, რასაც ასოციაცია თავაზობს, რასაც იგივე Resolve-ის თავაზობს, ამ კონკრეტულმა შეთავაზებებმა პირიქით გაზარდა რიცხვი მოგვარებული, მედიაციის შედეგად მოგვარებული დავების. დავამატებ ძალიან მოკლედ იმას, რომ ჩვენ
ვართ პირველი უნივერსიტეტი საქართველოში, რომელმაც მედიაცია დანერგა მათ თანამშრომლებთან დავის პირველად იმოგვარების გზად უკვე 2015 წლიდან ვართ ასე. ჩვენს უნივერსიტეტში ჩატარებული არის წარმატებული მედიაციები თანამშრომლებთან შრომით დავებზე. მე აღარ ვეძახი უკვე ამას შრომის დავებს, იმიტომ რომ არ მისულა საქმე იქამდე, რომ სადავოდ გამხდარიყო, თუმცა თავიდან საკმაოდ მწვავედ ჩანდა პრობლემა და ფაქტიურად რაღაცნაირად ყველა სეგმენტში, სადაც შეგვიძლია და სადაც ხელი მიგვიწვდება, ესე ვცდილობთ, რომ შევუშვათ ეს ელემენტები, რომ ყველას, მათ შორის ჩვენ თანამშრომლებსაც ესმოდეთ რა სასარგებლო პროცესია პირველ რიგში მათთვის. და მე ვთქვათ ზოგადად იგივე სასამართლოს მართვაჯულებისთვის და ზოგადად ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის და ასე შემდეგ. და ასევე ძალიან მიხარია, რომ ჩვენს ასოციაციას, მედიატორთა ასოციაციას, იმედია მალე შეემატებიან ის სტუდენტები, რომლებმაც გაიარეს მედიაციის კლინიკა, წარმატებით მონაწილეობა მიიღეს ძალიან ბევრ საერთაშორისო კონკურსში, ბევრი იმიტაცია აქვთ უკვე გავლილი მედიაციის, ძალიან მოკლედ სოფომიცის ეს პროცესები ძალიან კარგად და მისთვის ძალიან ახლობელია, რასაც ვამბობ. ეს ყველაფერი აძლევთ უნიკალურ გამოცდილებას და ისინი არიან მზად იმისთვის, რომ გაიარონ სავარაუდოდ ადაპტაციის პროგრამა, თუ როგორ ვეძახით, სასერტიფიკატო პროგრამა, ხო, თუ სწორად ვამბობ და გახდნენ უკვე აქტიური მედიატორები. მე გარანტიას გაძლევთ, რომ ისინი ძალიან შეყვარებულები არიან ამ პროცესზე. მარიამ, დამეთანხმე და ძალიან კარგი გუნდი შეგვემატება მოკლედ ჩვენ ქვეყანას მედიატორების იმ უნივერსიტეტებიდან, რომლებსაც ძალიან აქტიურად აქვს განვითარებული ეს მიმართულება და კიდევ უფრო ანვითარებს. ანა, ძალიან დიდი მადლობა და მადლობა ზუსტად ასევე ამ საკითხის წამოჭრისთვის, ამ საერთაშორისო კონკურსებში, ზოგადად განათლებაში, უმაღლეს დაწესებულებებში მედიაციის როლი ამაზე მინდა რომ ასევე ვისაუბროთ ცოტა ხანში. სანამ ამ საკითხზე გადავალთ, მინდა ასევე რომ სოფოს ვკითხო ამ ონლაინ მედიაციასთან დაკავშირებით მისი გამოცდილება, როგორც ვიცით, ასევე ისიც უშუალოდ უძღვებოდა ერთ-ერთ დისტანციურ მედიაციას და მაინტერესებს სოფო რა აზრის ხართ ამაზე თქვენ და თქვენ რა გამოწვევებს პოულობთ, ასე ვთქვათ, ამ პროცესში და პირიქით რატომ ფიქრობთ, რომ ვთქვათ, დისტანციური მედიაციაც მუშაობს? მადლობა, მე დიდწილად ანამ რაც გააჟღერა, ასე ვთქვათ, იმგვარად მეც ასევე ვიყავი, შეიძლება კიდევ უფრო მეტად არ ვიცი, სკეპტიკოსი ამ ონლაინ მედიაციის, ზოგადად რაღაცა იმდენად ჩაჯენილი ვქონდა, რაც ანამ თქვა, რომ რაღაც ამ პირადი და რაღაც აქვს მნიშვნელობა, ნდობის მოპოვება, რაღაცებისთვის ვთქვათ, ამის გაკეთება ეკრანს მიღმა, ასე ვთქვათ, ცოტა ეს არარეალურად მიმაჩნდა. ნუ ყოველ შემთხვევაში რთულად და ამიტომ ეს სკეპტიკურად უყურებდი და მინდა გითხრათ, რომ კი არსებობდა მანამდე ეს ონლაინ მედიაციაც კოვიდამდე, მაგრამ ალბათ ჩემნაირები არასდროს არ ვწდიდნენ მაგას. ანუ მე ნამდვილად მგონია, რომ არ ვიცი, შეგოდეს რაღაცა მისულიყარ, მაგრამ საჭიროებიდან გამომდინარე თუ სხვაგან იქნებოდა, ხო? მაგრამ აი რაღაცა ჩემი ნებით აქ საქართველოში მხარებს და მგონია რომ ეს ჩემთვის ბარიერი იქნებოდა ასე ვთქვათ არ ვწდიდი და აი მგონია რომ პანდემიამ ძალიან დიდი გარდატეხა მოახდინა მაგ მხრივ და სხვათვის ეს საინტერესო როგორც ჩვენ მედიატორები ვამბობთ რაღაც ვარაუდები და რაღაც ისინი რო გვაქვს ხოლმე ხო და რასაც მედიაცია ეხმარება მხარეებს რომ გამოვიდნენ ამ ვარაუდებიდან და გადალახონ და ცოტა რეალობას ხონდა დაინახონ ეს მოხდა ჩემ შემთხვევაში როცა ეს პირველი მედიაცია მქონდა ონლაინ და რეალურად იქაც ბევრად იმაზე ასე ვთქვათ კარგად წარიმართა არათუ ვთქვათ დაინგრა ის ჩემი წარმოდგენები და სკეპტიციზმი აღმოვაჩინე ბევრი უპირატესობა რაზეც მანამდე შეიძლება არც მიფიქრია, უბრალოდ არც მიფიქრია, იმდენად თავიდანვე ვისყიდავდი ამ იდეას თავიდან. უპირატესობა ყველაზე აშკარად ჩემ თვალში ამ პროცესს ჰქონდა არის ფიზიკური მოქნილობა. ანუ ის რომ სხვადასხვა ადგილას ყოფი მხარეები ერთობლივი სესიების დროსაც განსაკუთრებით კიდევ კერძო შეხვედრები
რომელსაც შეიძლება ქონდეს ერთ შემთხვევაში 9 საათზე ჩავატარებთ, თქვა კერძო შეხვედრა, ხო? ამას ახლა ფიზიკური შეხვედრის შემთხვევაში ნაკლებად დავაკეთებდით. ამიტომ ძალიან დიდი უპირატესობა აქვს ამ მხრივ მოქნილობა, რაც ასევე მხარებს დროს უზოგავს, თუნდაც ის რომ მივიდნენ სადღაც ადგილას მხარეები და ამის კიდევ დრო დახარჯო, ხო? სადაც არ უნდა იყვნენ, იქიდან მოხდებოდა მხარეებთან ჩართვა და თუმცა რა თქმა უნდა, მანამდე ძალიან ხო, ანუ ეს მოქნილობა იყო ძალიან დიდი ღირებულება, რაც იმ საქმეში რაც მე მქონდა, ძალიან ხელი შეუწყო ამ პროცესს და ასე ვთქვათ, გლუვად წარიმართა ეს პროცესი. რაც შეეხება გამოწვევას, მგონია რომ აი რა ძალიან თქვა, მომზადება და დაგეგმვა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ მხარების ინსტრუქტაჟი ამ პროცესის შესახებ, ის როგორ გარემოში უნდა იყვნენ, ეხლა კი მოგწევიდან უნდა ჩაერთონ, მაგრამ თუ ხმაურია თუ რაღაცა იდეას ანუ იმას შეიძლება ხელი შეუშალოს ამ პროცესს. ამიტომ წინასწარ მოლოდინების გაცვლა რა გარემოში უნდა იყვნენ, ეს არის მნიშვნელოვანი და კიდევ ერთი რამ, რომ წინასწარ მე მაგალითად ესეთი რაღაცა გავაკეთეთ, რომ დანიშნულ დრომდე 9 საათით ადრე, ან 1 საათით ადრე ტესტრანი გქონდა. ანუ ესეც იმიტომ რომ შეიძლება მხარებს სხვადასხვა დონე ქონდეთ ტექნიკური რაღაცა ტექნოლოგიების მიმართ ასე ვთქვათ განწყობა სხვადასხვა ქონდეთ მხარებს და ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ორივე მეტნაკლებად იმ დონეზე იყოს კომფორტულად რომ მედიაციაში ბიზნეს თავი რომ რაღაცა ბარიერი აქვს ან უხერხულად და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ ეს ტესტრანი ძალიან დაგვეხმარა ამაში. წარმომადგენლებთან მხარეებთან რაღაცა როგორ გავიარეთ, როგორ მოახდენდა წარმომადგენელი მხარე ერთმანეთთან კომუნიკაციას, კერძო შეხვედრები როგორ მოხდებოდა, ანუ ეს ნაბიჯ ნელა ყველაფრის გავლა აძლევს მხარეებსაც და მედიატორსაც ფოტოშოპის იმის შეგნებას, რომ ყველანი ერთგვარზე ვართ და პროცესი მზად არის რომ დაიწყოს ამგვარად. ამიტომ ეს იყო რაც ასევე დაეხმარა პროცესს. ვეთანხმები ანას სრულად იმაში რომ ანუ სრულად ხედავ რომ შეიძლება იყოს საქმეები სადაც დისტანციურად ვერ ვთქვათ შეიძლება იყოს ბარიერი. ვიცი რომ ასეთი სუნთირეთი საქმე იყო კიდევაც სასამართლოში მხარეებმა თქვეს რომ არ უნდა დისტანციურად დაველოდებით როდესაც იქნება ვთქვათ თვითონ მხარეები თქვა ანუ მხარეების სურვილი იყო. იქ შეიძლება იყოს ასეთი შემთხვევა მხარეთა სიმრავლეს შემთხვევაში და სპეციფიკიდან გამომდინარე არის ვთქვათ რაღაცა გარემოებები რის გამოც შეიძლება მაინც პირადი შეხვედრას ის იმგვარად დიდი უპირატესობა ქონდეს რომ ვთქვათ დისტანციამ და ამან ვთქვათ დააზიანოს პროცესი. ამიტომ მე ასე ვიტყოდი რომ კარგია რომ ორივე შესაძლებლობა დღეს გვაქვს ფიზიკურად შეხვედრისას და დისტანციურას და რაღაცა ამათი მონაცვლეობა იქიდან გამომდინარე რა საჭიროებაა და მხარეებთან ამის შეთანხმებით მგონია რომ კიდევ უფრო დიდ მოქნილობას შესწენს პროცესს. მადლობა. ირაკლისთან გადავალ ამ შემთხვევაში შემდეგი თემით, რაც ასევე არანაკლებ სასიხარულოა, განსაკუთრებით მათთვის, ვინც დაინტერესებულია მედიაციით, რამდენიმე დღის წინ იყო მედიატორთა საერთო კრება, ხო ესეა და ესე ვთქვათ, მოხდა იმ ერთგვარი კრიტერიუმების მიღება, იმ პროგრამის მიღება, რომელიც საშუალებას აძლევს დაინტერესებულ პირს შევიდეს პროფესიაში, ასე ვთქვათ, მედიატორის პროფესიაში. ამასთან დაკავშირებით რა შეგიძლიათ რომ გითხრათ, მოკლედ ვთქვათ, ვის შეუძლია, ვის არ შეუძლია, რა კრიტერიუმებია და ზოგადად რა ნაბიჯების გავლა მოუწევს პოტენციურ კანდიდატს მედიატორობის. მოგახსენებთ, თუმცა გამოეხმაურება მანამდე საკითხებს მე მიხარია უცბად, რომ როგორც სოკო, ასევე ანამოვაქციეთ. და სკეპტიკოს და რიგებიდან გამოვიყვანეთ დისტანციურ მედიაციის მხარდამჭერების რიგებში. მე დამსახურებას მედიატორთა ასოციაციას ჩაუთვლი ორივეს თანხმობით, ხო? თუ არა ის რეფორმა, რაც მარიამ მოგახსენე, არც ერთს არ მოუწევდა დისტანციური ჩატარება ნებითა მისითა. აქედან გამომდინარე, ვერ დაინახავდნენ იმ პლუსებს და ვეღარ იქნებოდნენ მხარდამჭერები, ასე რომ კიდევ ერთხელ მედიატორთა ასოციაციის კონკრეტული სწორი დროში და სივრცეში რეფორმის შედეგი. ეს ერთი. მეორე მოდით ამ საკითხს მეც მინდა რომ ჩავღმავდე მარიამ თქვენს ნებართვით, იმიტომ რომ მედიატორთა ასოციაცია ეს არის პოლგა ორგანიზაცია პროფესიის მმართველი, ხო? პოლიტიკის გამსასწრებელი. ჩვენ არც ერთ დღისთვის ვაკეთებთ რა
რეფორმას და არც რაღაცა კონკრეტული ლოკალური ამოცანების გადასაწყვეტად მხოლოდ. ხედვა არის ხანგრძლივადიანი და რატო? მოდით ერთი წამი დავფიქრდეთ რა იქნება მაშინ, თუ ჩვენ ოქტომბერში COVID-19 ისევ შემოგვიყვანს. ვარ დასწრებული. რა იქნება ისე შემთხვევაში, როცა რაიმე სხვა მიზეზით უახლოეს პერიოდში ჩვენ შეიძლება მოვუწევთ გარკვეული შეზღუდვების დადგენა. შესაძლოა პროფესიის ვალდებულებაც რომ ის იყოს მზად, ის იყოს მეტგრად, ის იყოს ყველა გამოწვევის მიმართ სწორი, ადეკვატური, ღირსეული პასუხისგანცემა. მე მიხარია რომ ამ მიმართულებით ჩვენ იმაზე ადრე დავიწყებთ, განვითარება უდი არის online dispute resolution-ის, ვიდრე ეს შეიძლება განვითარდეს პროფესიონალებში, როცა იქ იმ ეტაპზე პირველადად იმერგებოდა პირველი დღეები მედიაცია კანონისაკენ ცნობადობა იზრდებოდა სოციალში. ამ ჭრილშიც ჩვენ გაცილებით წინ ვართ და იმით ვიტყოდით, რომ ამ მიმართულებით რა თქმა უნდა კიდე გადაიდება ნაბიჯები. ანამ რაც აღნიშნა გამოწვევების პასუხით ახები. არაერთი კიდევ შემიძლია დავამატო. თუმცა ჩვენ დღეს პირველ ნაბიჯებს ვთქვამთ და ამ გამოწვევებს ყველა ერთად დავამარცხებთ უკვე დავინახებთ ეს ხარდამჭერები გახდით დისტანციური, ასე რომ ერთად ერთელი პროცედურები ამ გამოწვევებს დავამარცხებთ. თუმცა ამ ნაწილშიც მე ასევე სიამაყე შემიძლია ვთქვა, რომ ამ მოკლე ვადაში მედიატორთა ასოციაციამ გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით უკვე გარკვეული ნაბიჯები ცოტა სიღრმეებში შევიდა და უახლოეს პერიოდში ჩვენ ძალზედ გამოცდილი ბრიტანელი ექსპერტის კვლევაც გვექნება წარმატებული დისტანციური მედიაციის ფორმებთან დაკავშირებით. და ყველა იმ შესაძლო რისკებს კიდევ უფრო მეტად დავასრულოთ. მე ერთ საინტერესო გაგიმხელთ, მე უსმენდი ყურადღებით მეგობრებს და გქონდათ გამოცდილება დისტანციური ახლა ჩატარების კონკრეტული პროგრამით. მე 2015-ში მომიწია ერთი დისტანციური მედიაციის ჩატარება თბილისის საკალათო სასამართლოში და სხვადასხვა თამამად შემიძლია რომ ის დისტანციური მედიაციის ფორმა გავიცანით და უცხოურ გამოცდილებას Skype-ის მეშვეობით და მაშინ გავხდი მხარდამჭერი და დავინახე რომ ეს რიგ შემთხვევებში გაამართლებს. თუმცა ჩვენ რა თქმა უნდა და მესოფოსის ბოლო ჩართვა და მომეწონა რომ კარგია რომ ჩვენ უკვე უდიდი ალტერნატივა გვაქვს. სოციუმ შეიძლება შევთავაზოთ მათი სურვილზე მიხელმებიდან გამომდინარე იქნება დისტანციური გუნდ სოციალური მედიაცია. თუმცა საჭიროებაა და სხვა გამოსავალი არ არის. ჩვენ ამ გამოწვევისადმი უკვე პროფესია მზად და უკვე მზად დავხდებით ოქტომბერში, ვიდრე ჩვენ ვიყავით მარტში ან ვიდრე ვიყავით ფებრუარში. ახლა რაც შეეხება მაგრამ თქვენ შეკითხვას, დიდი მადლობა. ამ ნაწილში მე შემიძლია მოვახდინო უბრალოდ ფაქტის კონსტატაცია. კანონმა პირველ იანვარს ამოქმედებულმა თქვა, რომ ახლადაღწევებულმა სიტმა საერთო კრებაზე უნდა დაამტკიცოს მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამა და ასევე კონსტატირება შემიძლია მოვახდინო ფაქტის, რომ საერთო კრება საქართველოს მედიატორთა კოოპერატივ მომიტანზე არსებულმა პროფესია საერთო კრებაზე ის რაც იყო მისი საკანონმდებლო ვალდებულება და საწესრიგო ერთ-ერთი მიზანი აღასრულა. საერთო კრებამ დაამტკიცა მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამა. ეს ერთ-ერთი რიგით მონაწილე ვარ საერთო კრების ისე როგორც სოფო და ყველა დანარჩენი მედიატორები და დღევანდელი მდგომარეობით საერთო კრების მიერ ნათქვამი სერტიფიცირების პროგრამა მართლაც მე მოგახსენებ როგორ გამოიყურება, თუმცა შევიტყოდი რომ ისტორიული დღე იყო 27 ივნისი და მე მიხარია რომ ჩვენ შევძლებთ და ჩავატარეთ ეს ისტორიული დღე არა დისტანციურად, არამედ სოციალური კომუნიკაციით, სადაც ყოველგვარი თვითგამოვლენის საშუალება ქონდა ყველა კრების წევრს, თუნდაც პოზიციის ფიქსირების, და მე ძალიან მიხარია, რომ ვიყავი მონაწილე იმ დიდი ერთობის, რასაც ერქვა საერთო კრებაზე აბსოლუტური ხმათა უმრავლესობით საერთო კრების მხრიდან მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამის დამტკიცება. განსხვავებული აზრი არ დაფიქსირებულა სოფო დამეთახმება. უფრო მეტიც მოხარული ვარ, რომ ეს სერტიფიცირების პროგრამა მათ შორის არის მხარდაჭერილი უცხოური ექსპერტიზით. ჩვენ პროცესში გვყავდა CDR-ი აღინიშნა რამდენჯერმე მათი ექსპერტი ჩართული, ისე როგორც ბოლოსკენ ევროპის საფუძვლის ექსპერტიც დაგვეხმარა გარკვეული საფუძვლის მოსაზრებების გაცვლაში და მიხარია რომ ჩვენ მხოლოდ საერთაშორისო საუბედური გამოცდილებით და ერთსრულულად მიიღოს საერთო კრება მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამა. და რატო იყო ისტორიული დღე? იმიტომ რომ პროფესია ახლა შექმნილია და პროფესიის ხვალინდელი დღე დაიწერა 27 ივნისს ნათლად და ცალსახად. რომელიც არის შემდეგნაირად დღის მდგომარეობით პროფესიაში შემოსვლის დამოკიდებით დადგენილი და მიხარია რომ აქცენტი არის გაკეთებული ხარისხზე და მათ შორის ხარისხი განაპირობებს არიან მათ შორის ნდობას სოციუმის
სოციუმაროზე იცის რომ გარკვეული სახის ხარისხი არის იმის უკან რაც უნდა სერვისად მიიღოს ეს მისთვის კიდევ უფრო მეტად არის სანდო მომხმარებლებისათვის მოხმარება უნარია აქ რამდენჯერმე აღინიშნა კურსდამთავრებულები სხვადასხვა უნივერსიტეტის და განსაკუთრებით გაზირო დასმული იურიდიული ფაკულტეტის და ძალიან მიხარია რომ ის სკოლები რომლებიც დღეს არის ჩართული დისტანციურად მართლაც აქტიურად არიან წარმოდგენილი სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებზე მედიატორების საქართველოს უნივერსიტეტის, ნიუ-ვიჟენის უნივერსიტეტის, რამდენადაც ვიცი არის საერთაშორისო პრიზი აქვს მიღებული და უახლოეს პერიოდში საქართველოს უნივერსიტეტი იქნება მასპინძელი და მედიატორთა ასოციაციამ დააფიქსირა ამ პროგრამაში მონაწილეობის სურვილი და გზაობა ყოველმხრივი და უმასპინძლებს საერთაშორისო მსგავსი კატეგორიის ტურნირს ანა იმედია ჩვენ თას არ გავარდნათ უცხოეთს აქ დარჩება ამჯერზეც თუმცა ამით ისე თქვა მინდა გარდა იურიდიული ფაკულტეტებისა მედიაცია არის ყველას და მე ამ პოლიტიკით ვარ ამ ასოციაციაში ჩემთან ერთად ჩვენ მსახურებით მედიატორების სრულად საქართველოს ყველას მედიატორთა კოოპერატივა გააერთიანებს უკვე ყველას არაბულ იურისტებს ამ მიმართულებით ანუ რატო გავუსვია ხარ მას ხაზი რომ მსმენელად ფავორებად არ ჩათვალოს თუ რაიმე სეკულარულად იურიდიულ პროფესიის მიმართულებით არიან მხოლოდ კარიერა ან მოლოდინი არავითარ შემთხვევაში ყველა ვისაც იქნება ინტერესი რომ ერთი რომ ინტერესი და სურვილი რომ გახდეს მედიატორი და მეორე უკვე მართლაც რამდენად ხელიწიფება სერტიფიცირების პროგრამა დააკმაყოფილოს ის გახდება მედიატორი. კანონი ასე არის, კანონი ამას ამბობს და კანონთან არის შესაბამისი მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამა. ისევე როგორც ეს არ არის მხოლოდ ქართული რეალობა, ხო? მედიატორის პროფესია პროფესიულ ნიშნად შეუძლია გერმანია თუ სექტუარ ჩაფუთ, იქაც განსხვავებული რეჟიმებიდან გამომდინარე და პროფესიით ყველა პროფესიულ ნიშნად შეუძლია. ახლა რას ამბობს ჩვენი მოქმედი რეგულაცია? კანონი ამბობს რომ მედიატორი შეიძლება გახდეს ნებისმიერი პირი ვინც არის ფედუნარიანი, ვინც არის არ არის დასამართლები და რომელი პირიც დააკმაყოფილებს მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამას, რომელსაც ამტკიცებს საერთო კრება. კრებამ დაამტკიცა და თქვა შემდეგი რამ, რომ მედიაციის პროფესიაში შემოსვლას გააქვს საფეხურიანი სტადია. ერთი ეს არის მედიაციის მედიატორის ტრენინგი. ჩვენ მედიატორთა ასოციაციის საერთო კრებამ დავადგინეთ სპორტში ძალიან საინტერესო პროგრამა არის და ისეთი საერთაშორისო მაჩურის ექსპერტიზა გავლილი და უკვე აპრობირებული ქართულ რეალობაშიც და აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს მინიმუმ 60 საათიან სწავლებას მედიაციის მედიატორის სასწავლო ტრენინგი ჩვენ როგორც რეგულატორმა აღნიშნული ოფცია გავიტანეთ გარეთ და ნებისმიერ დაინტერესებულ დაწესებულებას ის იქნება საუნივერსიტეტო ბაზა თუ ასე შემდეგ რომელიც ამ პროგრამას დააკმაყოფილებს და განაცხადებს პრეტენზიას რომ შემიძლია ჩაატაროს ამ კატეგორიის სასწავლო პროგრამა ჩვენ შევისწავლით და მოგმართო შევისწავლით და ვიცით აკრედიტაციას რომლის შემდგომაც იქნება უფლებამოსილი რომ ნებისმიერ მსურველს შესთავაზოს უკვე ტრენინგის ჩატარება როგორც მედიატორთა ასოციაციის მიერ დამტკიცებული სასწავლო მოდულის მიხედვით ეს მათი ვალდებულება იქნება ამის შემდგომ კურსდამთავრებულები მოგმართავენ უკვე რეგულატორს და მეორე საფეხურის გავლა მოუწევთ ეს არის შესწავლილი თეორიული პრაქტიკული სიმულაციებით შემოწმება შეფასება და მესამე ეტაპი ეს არის სასამართლო მედიაციის რეალური მედიაციის დასწრება და გარკვეული პრაქტიკული უნარების იქიდან არის მე დასაწყისში აღნიშნე რომ ძალიან ხარისხი ორიენტირებული არის აღნიშნული პროგრამა ისევე როგორც რეალურად ჩვენ ვამზადებთ პრაქტიკაში შემოსვლას პრაქტიკული უნარებით არ არის მხოლოდ თეორიული ცოდნა საკმარისი, მას ეფუძნება და იმყარება უკვე პრაქტიკული გამოცდილების შეძენაც და რატო აღნიშნე ვარიანტ დასაწყისში რომ სანდოობის განსაზღვრავიც არის ერთგვარად მედიაციას აქვს დღეს საქართველოში პრეტენზია რომ ის უნდა იყოს წარმატებული, ის უნდა იყოს განსაკუთრებული წარმატებისთვის და წარმატების მდგენელი მათ შორის არის რა თქმა უნდა ხარისხი შემთხვევაში პროფესიაში ხარისხიანი კადრების მიღება და სანდოობა პროფესიისა სანდოობა მისი მომხმარებლების და მომხმარებელი დაამფართო სპექტრი არის ხო სოციუმი ძალიან და რა თქმა უნდა პირველი ნებისმიერ პროფესიის ამ ეკითხა რომ ისმება ის იქნება საადვოკატო საქმიანობა მედიცინა თუ ასე შემდეგ ხარისხი განსაზღვრავს მათ შორის სანდოობას და ჩვენი სერტიფიცირების პროგრამა წინაპირობაა სწორედ იმისა რომ ჩვენ პროფესიაში მივიღოთ ამ შემთხვევაში ყოველგვარი გამოწვევებისათვის მომზადებული როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული უნარები დარჩენილი პირი რაც არის წინაპირობა იმისა
რომ ამ შემთხვევაში ეს პროფესია იქნება მოთხოვნადი ამ ქვეყანაში და არა მხოლოდ პროფესია, როგორც ასეთი სერვისი, პროცესი, მედიაციის დავის გადაწყვეტა იქნება მოთხოვნადი და ამ მიმართულებით რა თქმა უნდა არაერთს გააკეთებს მედიატორთა ასოციაცია და მე ძალიან მოხარული ვარ მართლაც ყველა ვისმენდი რა ყველას თუნდაც ჩვენს მეგობრებს ვინც არიან ჩართულები და არაერთი სხვა პლატფორმით მომისმენია ყველას ერთადერთი ინტერესი აქვს რომ მედიაცია იყოს განვითარებული და იყოს წარმატებული და მე მიხარია რომ ეს ჩვენ ასოციაცია ვართ შემოქმედნი იმ პროცესის რომელი პროცესის მიზნებზე ყველა თანხმდება რომ ერთი უნდა იქნეს მიღწეული მეორე ეს არის ის რაც სჭირდება ჩვენ ქვეყანას და მესამე ეს არის ის რაც ასოცირდება ერთიან ინტერესთან რაც არის მედიაციის დამკვირვება და რა თქმა უნდა განცდებული იქნება ამ ქვეყანაში მედიაცია ხვალობილი მტრის წარმატებისთვის დიდი მადლობა და ნამდვილად აბსოლუტურად გითანხმებით იმაში, რომ იმისთვის, რომ თქვათ მედიაციის ინსტიტუტის იგივე ცნობიერება ამისთვის მიმართებით რომ გაიზარდოს და ასე ვთქვათ საზოგადოებამ რომ ირწმუნოს, მისი სანდოობა არის ერთ-ერთი ნამდვილად გარდაუვალი მახასიათებელი მედიატორების მიმართ, რასაკვირველია და ზოგადად მედიაციის პროცესის მიმართ. ეხლა მინდა რომ გადავიდე ანასთან, რამდენჯერმე უკვე გაჟღერდა საერთაშორისო კონკურსების შესახებ. ჩვენი საუბრისას როგორც ვიცი, საქართველოს უნივერსიტეტი ძალიან აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო კონკურსებში, თავისი სტუდენტების მონაწილეობის თვალსაზრისით და ნიუჟენის უნივერსიტეტის ასევე აქტიურად მონაწილეობს ამ კონკურსებში. მაინტერესებს თქვენგან გავიგო ზოგადად რა კონკურსებია ეს, რა გამოცდილებას იღებს თქვენი სტუდენტების შესაბამისად შემდეგ უკვე ვთქვათ პოტენციური მედიატორები და ასევე როგორც ვიცი არის ერთ-ერთი საერთაშორისო კონკურსი, რომელსაც აპირებთ რომ უმასპინძლოთ თქვენ საქართველოში, რომელშიც ძალიან ბევრი უცხოური, ევროპული და ამერიკული უნივერსიტეტის გუნდები და პროფესიონალები, ანუ მედიატორები მონაწილეობენ და თუ შეგიძლიათ რომ აი ამაზე გვესაუბროთ ახლა. მადლობა მარიამ კითხვისთვის, მადლობა ესეთი შეფასებისთვის, რაც საქართველოს უნივერსიტეტს ერგო ამ კონკრეტულ კონკურსებში მონაწილეობის თვალსაზრისით. კი, ნამდვილად ჩვენ გავაკეთეთ ჩვენი ფსონი ამ კონკურსებში მონაწილეობაზე და მიხარია და ყველა უნივერსიტეტს უსურვებ პარალელურად, მაგრამ ამ ეტაპისთვის ძალიან ტიტულოვანი, პრინციპში საქართველოში ამ მიმართულებით ყველაზე ტიტულოვანი უნივერსიტეტი ვართ. გამარჯვებების თვალსაზრისით და მიხარია რომ ეს ჩვენი სტუდენტების წარმატება ზოგადად ქვეყნის წარმატებაა, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში უბრალოდ იქ უნივერსიტეტებზე მეტად ყურადღება იმ ქვეყანას ექცევა ამ კონკურსებში, საიდანაც კონკურსანტია, ამიტომ განსაკუთრებით გულშემატკივრობ ხოლმე სხვა ქართულ გუნდებსაც, რომ რაღაცნაირად წარმოდგენა ჩამოუყალიბდეთ იმათ, რომ ჩვენ ქვეყანაში ეს ძალიან განვითარებულია, მინიმუმ ძალიან უნდათ რომ განავითაროთ. ამ კონკურსებს რაც შეეხება მოკლედ ეს კონკურსები პირველად გაჩნდა იმ ქვეყნებში, რომელსაც აქვს მედიაციის განვითარების ძალიან კარგი ისტორია. რომელი უფრო ადრე გაჩნდა კონკურსი თუ მედიაცია განვითარდა, ამაზე პასუხი არ მაქვს, ეს ალბათ ერთდროულად მოხდა, მაგრამ ფაქტია, რომ იმ ადამიანებმა, ვინც ამ მიმართულებით აგურზე ადებდა ასეთ ქვეყნებში, ის ადამიანები მიხვდნენ, რომ უმაღლესი განათლების დაწესებულებების ჩართულობის გარეშე ამ პროცესს ასე სწრაფად წინ ვერ წაწევდნენ და ამიტომ ჩამოაყალიბეს ესეთი სტუდენტური კონკურსების შეჯიბრები, ფაქტიურად გავს ძალიან სპორტულ შეჯიბრებს, იმიტომ რომ მთელი საპრიზო ადგილებით და ნომინაციებით და გამარჯვებებით არის, სადაც გუნდები ეჯიბრებიან ერთმანეთს ამ უნარებში, ოღონდ სიმართლე რომ გითხრათ, ეს არ არის სუფთა წმინდა წყლის კონკურსი, არამედ უფრო არის გამოცდილების მიღების საუკეთესო საშუალება. მე ასე ვეძახი ხოლმე, იმიტომ რომ კონკურსი ისეთია, რომ გამარჯვებული ერთი ყავს. ის ერთი ან იქნები, ან არ იქნები, მაგრამ შეიძლება უფრო მეტად იხეიროს სტუდენტმა იმ კონკურსიდან, რომელსაც საერთოდ არ აუღია არანაირი პრიზი, მაგრამ მიიღო ძალიან დიდი გამოცდილება. რაც შეეხება თვითონ
კონკურსებს. ეს კონკურსები სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება და არის მსოფლიოში ცნობილი, ყველაზე ცნობილი ალბათ საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებული, რომელიც ყოველ წელს პარიზში იმართება და არსებობს კიდევ ერთი, რომელიც ამაზე გაცილებით ძველია და ამერიკაში ჩაეყარა საფუძველი ჩიკაგოში, ლოიოლას უნივერსიტეტში. ყველაზე ძველი ამერიკული საერთაშორისო უბრალოდ ამერიკული წარმოშობის კონკურსი, მედიაციის კონკურსი არსებობს, რომელშიც ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა რამდენჯერმე და არ ვიცი, მართლა ძალიან დიდი შრომა იყო ამაში ჩადებული და ძალიან დიდი მხარდაჭერა. შრომა სტუდენტების, მწვრთნელების, რა თქმა უნდა, და აუცილებლად უნივერსიტეტის და ავიღეთ ძალიან კარგი ადგილები. ზედიზედ რამდენიმე წლის განმავლობაში, რამაც მოგვცა იმისი სითამამე, რომ შეგვეთავაზებინა ამ კონკრეტული კონკურსის ორგანიზატორებისთვის, რომ ერთ-ერთი ასეთი კონკურსი, რომელშიც 50-ზე მეტი გუნდი მონაწილეობს ყოველწლიურად მსოფლიოდან და ყველაზე მეტი ამერიკული გუნდი, რაც კონკურსს კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას ძენს და ამას ალბათ ჩემი აქ ვინც ხართ, ყველა კარგად გაიგებთ, იმიტომ რომ ამერიკული კონკურსი მაინც საერთოდ სხვანაირად უყურებენ კიდევ უფრო განსხვავებულ, უფრო ჩვენებურად, ესე რომ ვთქვათ, მედიაციას. ამ ორგანიზატორებმა, მოკლედ დიდი ხნის მოლაპარაკების შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ეს კონკურსი თბილისში ჩატარდეს მარტში. ამ კონკურსში მონაწილეობა არის ძალიან კარგი შანსი სტუდენტებისთვის და უნივერსიტეტებისთვის, იმიტომ რომ ზოგჯერ კონკურსში მონაწილეობა განაპირობებს ხოლმე მერე უნივერსიტეტის სურვილს გააგრძელოს თუ არა ამ მიმართულებით აქტიური ინვესტირება. იგივე სტუდენტში, გუნდში, რა ვიცი, მომზადებაში ძალიან ბევრი ინვესტიცია ამ ყველაფრისთვის საჭირო, ხო? ამიტომ მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ბევრმა ქართულმა უნივერსიტეტმა სცადოს მონაწილეობის მიღება, მათ შორის იმათაც, ვისაც ჯერ არ უცდიათ, იმიტომ რომ ამ გამოცდილებას სხვანაირად ვერ მიიღებს. საქართველოს მოგცემს იმის საშუალებას, რომ დაზოგონ ხარჯები, მათ არ მოუწევთ მოგზაურობა და შესაბამისად არ ექნებათ მოგზაურობის ხარჯები, რაც საკმაოდ მაღალია ხოლმე ასეთ შემთხვევაში. ამიტომ თუ ეს საქართველოში ჩატარდება, ეს იქნება ძალიან დიდი შანსი სტუდენტებისთვის, უნივერსიტეტებისთვის პირველ რიგში, იქნება თვითონ მოქმედი მედიატორებისთვის, რომლებიც ამ კონკურსზე დარეგისტრირდებიან როგორც მედიატორები, როგორც ამ შემთხვევაში არა როგორც მედიატორები, არამედ როგორც შემფასებლები ამ კონკრეტული კონკურსის და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ახლა ვინც არიან, ვთქვათ, ჩვენი სპიკერები, ისინიც გამოხატავენ ინტერესს მას შემდეგ, რაც ორგანიზატორები ოფიციალურად გამოაცხადებენ ამ კონკრეტული კონკურსის შემფასებლების შესარჩევ კონკურსს და დარეგისტრირდებიან. მადლობა ყველა პარტნიორს, მე აუცილებლად დავეხმარები ამ ორგანიზატორებს, რომ საქართველოში ბევრი პარტნიორი დავახვედროთ, ბევრ ორგანიზაციას შევახვედროთ, ვინც დაინტერესებულია და რაც მთავარია, დავეხმარებით იმაში, რომ მეტი ჩართულობა იყოს ჩვენი მხრიდანაც და ამას ყველა საფეხურზე გავაკეთებთ. მე მიხარია, რომ ასოციაციის პრეზიდენტმა უკვე გამოთქვა მზადყოფნა, რომ თვითონ ასოციაციაც იქნება ჩართული ამ პროცესში, მათ შორის ჩვენს საორგანიზაციო ნაწილში და ბევრი რაღაცის გაკეთება შეგვიძლია ამ კონკურსის აქ ჩატარებით. მათ შორის თუნდაც ეს ადამიანები, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ძალიან წარმატებული მედიატორები არიან, მათ შეიძლება ჩაატარონ ტრენინგები უკვე მოქმედი მედიატორებისთვის და გაუზიარონ ძალიან კარგი ამერიკული გამოცდილება. სოფოს აქვს ამ გამოცდილებას საკუთარ თავზე გამოცდილი, ესე რომ ვთქვათ, და იცის, რომ ამერიკული გამოცდილება კიდევ რაღაცნაირად ცოტა განსხვავებულია ევროპულისგან და უფრო რაღაცნაირად უდგებიან ფაქტს სურათს უყურებენ, რაც ეხმარებათ მათ კიდევ უფრო ადვილად გადაწყვიტონ დავა და ძალიან საინტერესო იქნება ეს ჩვენთვის. ამიტომ ყველას მოუწოდებ, ვინც ახლა გვისმენს და თუ არ გვისმენენ, იქნებ გადასცენ სხვა უნივერსიტეტებსაც, რომ აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში. ჩემთან ერთად ამ პროცესებში ყოველთვის არის ხოლმე ჩართული ძალიან აქტიურად, ძალიან კვალიფიციური მედიატორი ნატა სტურუა, რომელიც უბრალოდ საორგანიზაციო კომიტეტში იქნება და ჩვენი უნივერსიტეტიდან სიმართლე გითხრათ, არც ვიცი გუნდი თუ დარეგისტრირდება, ყოველ შემთხვევაში ჩვენ არ ვიქნებით ამ გუნდში, მაგრამ ამიტომ ძალიან დიდი ინტერესი მაქვს, რომ ბევრი გუნდი დარეგისტრირდეს საქართველოსდან და მართლა როგორც ირაკლიმ თქვა,
პრიზები არ გავატანოთ ორგანიზატორებს, თუმცა ამას ხუმრობით ვიძახი, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი, რომ ჩვენი მთავარი პრიზი ამ შემთხვევაში ის იქნება, რომ ის ჩატარდეს საქართველოში, ამ ადამიანებმა ნახონ ეს ქვეყანა ძალიან ხშირად ამ კონკურსში რომ ვასპარეზობდით, მარიამი დამეთანხმება, როდესაც აცხადებდნენ University of Georgia-ს, ყველას ეგონა რომ ჩვენ ვიყავით ამერიკის ჯორჯია და არა საქართველოს ჯორჯია და მინდა რომ საქართველოს ჯორჯიაც ნახონ, ის ჯორჯია რომელიც ჩვენ ნამდვილად ვართ, ვაჩვენოთ მათ ჩვენი კულტურა, იგივე მედიაციის კულტურაზეც, ბევრი რამ უთხრათ, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ ის ერი, რომელსაც ეს კულტურა განვითარებული არ ქონია პირიქით, განვითარებული ქონდა სხვადასხვა ფორმით და ეხა უბრალოდ ამას ხელს უწყობთ, რომ კიდევ უფრო მეტად პოპულარული გახდეს, ხო? ამიტომ რა ვიცი, ყველას მოუწოდებ, რომ იყოს ინფორმირებული, ჩვენ მხრიდან ყველას მივაწვდით ინფორმაციას, მაგრამ თვალყური ადევნონ ასევე ჩვენი უნივერსიტეტის ვებგვერდს, სადაც პარტნიორ საორგანიზაციო კომიტეტთან ერთად დაიდება სიახლეები, ძალიან ვოცნებობ, რომ არ იყოს ონლაინი, არა იმიტომ, რომ ეს რაღაცნაირად ვთქვათ, თვითონ პროცესისთვის იქნება ხელისშემშლელი, იმიტომ რომ ჩვენ უკვე გვქონდა ონლაინ საერთაშორისო კონკურსები და ვნახეთ, რომ ეს სულაც არ არის კატასტროფა და ძალიან კარგად მიდის. ერთადერთი ის მინდა, რომ მართლა ეს ადამიანები, ეს პროფესიონალები ჩამოვიდნენ ჩვენ ქვეყანაში და მოქმედ მედიატორებს მოგვეცეს რაღაცნაირი საშუალება და სტუდენტებს, რომ ეს ადამიანები პირადად გაიცნონ და მე მათთან გქონდეთ მუდმივი კომუნიკაცია, აზრთა გაცვლა, გამოცვლა, რჩევების მიღება. მე ხშირად ვამბობ ხოლმე და ამ სიტყვებს ვიყენებ, რომ ამ კონკრეტულ პროცესს, ანუ მედიაციას აქვს ტოქსიკური ბუნება. ერთხელ თუ გაიგე რა არის და კარგად თუ გაიაზრე და გაითავისე, მე რაღაცნაირად შენი ნაწილი ხდება და ამ ყველაფერს ვერ ეშვები, ვერანაირად. ჩვენი სტუდენტების შემთხვევაშიც, ჩვენ გვაქვს, როგორც უკვე გითხარით, მედიაციის კლინიკა, ხო? ამ სტუდენტების ძალიან დიდმა ნაწილმა პირველად წარმოდგენა არ აქვს, საერთოდ ეს სიტყვაც კი რას ნიშნავს. და როდესაც მე იგებენ, აი ყველაფერი აინტერესებთ, როგორ გავხდე მედიატორი, როგორ მოვაგვარო და იცით მე სახლში ვცადე ჩემ ოჯახში და გამოვიდა, ეს ვცადე მეგობართან და გამოვიდა. ამიტომ გონი მთავარი როლი რაც ჩვენ გვეკისრება და რაც ამ კონკურსებს აკისრიათ პირველ რიგში არის ის, რომ ყველამ გაიგოს რა სასარგებლო და ამასთანავე ეფექტური პროცესია, მათ შორის ხარჯების თვალსაზრისით. და მე მგონი აქეთ იქნება მოთხოვნა იმაზე, რომ მედიატორები არ ყოფნისო. მე დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნება. ძალიან დიდი მადლობა, მარიამ. მადლობა, ძალიან დიდი რა ასე დეტალურად აღვიხსენი ზოგადად უმაღლესი სასწავლებლების როლი მედიაციის განვითარების პროცესში. მე შევახსენებ ჩვენს მაყურებელს და მსმენელს ყოველი შემთხვევისთვის, რომ თუ მათ აქვთ რაიმე კითხვა მედიაციასთან დაკავშირებული ნებისმიერ სპიკერთან, შეუძლიათ რომ კომენტარის სახით Facebook live streaming-ზე დაგვიწერონ და მე აუცილებლად გავაჟღერებ მათ. და ეხლა რადგან ჯერ სხვა კითხვა არ გვაქვს და შეიძლება მოკლედ გამოვახმაურო. კი, რასაკვირველია დიდი სიამოვნებით პირიქით. ორი რაღაცა მინდა თქვა, ერთი ანა თქვა რომ University of Georgia-ს ვახსენებდი, ხშირად არიცოდნენ რომ ეს საქართველო არის და მე მინდა გითხრათ რომ ამ შეჯიბრებებზე ყველაზე არა, მაგრამ რიგ შეჯიბრებებზე ჩვენ ერთად დავდივართ ხოლმე, ერთად ვაკეთებთ საქართველოს უნივერსიტეტზე, New Vision-საც ყავს გუნდი, სადაც ერთ-ერთი მწვრთნელი მე ვარ ხოლმე და პარიზშიც განსაკუთრებით პარიზში წელსაც და წინა წელსაც იყო შემთხვევები, როდესაც რო იცნობ რაღაცა სოციალური ორგანიზებებია, გაიცნობ ადამიანს და რო მკითხეს რომ საიდან ვარ და უთხარი ჯორჯია. ოი, გილოცავთ რა კარგი გუნდი ყავს, თქვენი გუნდი, ანუ რა მინდა თქვა რომ უკანასკნელს მეუბნები საქართველოდან და ეგრევე იმდენად ანას და საქართველოს უნივერსიტეტის გუნდის ცნობადობა უკვე ძალიან გაზრდილი იყო, რომ მე ქვეყანა უთხარი და დაიწყეს მოლოცვა, რომ რა კარგი გუნდია და თქვენი გუნდი იცო გადავიდა და მე პირველ რიგში მადლობას ვეუბნებოდი, რომ დიახაც ძალიან კაი გუნდია საქართველოდან, მაგრამ ეს ჩემი გუნდი არ არის და უკვე ისიც თუნდაც ის რომ რამდენიმე გუნდია საქართველოდან, ესეც ძალიან კარგი მაჩვენებელია, მაგრამ ძალიან დიდი სიამაყით ასე ვთქვათ ვართ იმით, რომ საქართველოს იცნობენ უკვე მათ შორის წარმატებული და ძალიან მაღალკვალიფიციური გუნდებით. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია და მეორე რაც მინდა თქვა, რომ აი ძალიან მჯერა იმის, რომ
კი მედიაცია ჩვენ ხა თუნდაც ეს ვებინარი, PR-ი, რეკლამები ძალიან კარგია, ცნობადობა გაიზრდება. ჯერა რომ ერთ-ერთი გადამწყვეტი და საკვანძო როლი ამ პროცესში აქვს ადვოკატს, იმიტომ რომ უბრალოდ პრობლემა და სამართლებრივი პრობლემა ადამიანს რო აქვს, როგორც წესი პირველი მიდის ადვოკატთან და ადვოკატთან აქვს დიდი ნდობის ხარისხი, ამიტომ რასაც ის ეუბნება როგორც წესი, ასე ვთქვათ, მიყვებიან. რა თქმა უნდა, არიან ადვოკატები, რომლებიც ხელს უწყობენ მედიაციას, სამწუხაროდ არის ხშირად შემთხვევა, როდესაც ადვოკატი შეიძლება იყოს დესტრუქციული, ან არ იცოდეს პროცესი, ან სხვა მიზეზებით გამო, ასე ვთქვათ, ან საერთოდ შეიძლება არც ურჩიოს ადვოკატმა მედიაცია, იმის გამო, რომ ან არ იცოდეს, ან არ სჯეროდეს და ასე შემდეგ, ხო? ის რომ სტუდენტები ღებულობენ ასეთ იმიტირებულ პროცესებში მონაწილეობას, ის რომ უნივერსიტეტებში კურსები ამარ კურსებზე უფრო მეტად ერთანამ თქვა იმიტირებულ პროცესს მედიაციაში და სხვა მიმართულებითაც ხშირად აქვს მოწამვლის ეფექტი. ანუ ამ სტუდენტებს სრული შეგრძნება უჩნდებათ ამ პროცესის, მისი ღირებულების და ამით, ასე ვთქვათ, იწამლებიან. ამიტომ უკვე ბუნებრივად ყავს შენ ისეთი იურისტი, რომელიც როდესაც პროფესიაში შევა, იურისტის როლი რა არის? არა მხოლოდ ის, რომ არსებით საკითხებზე ურჩიოს, რამდენ მყარი პოზიცია აქვს თუ არა, ხო? იურისტის როლი არის, რომ შეთავაზოს ისეთი პროცესი klients, რომელიც მისი ინტერესებისთვის იქნება შესაბამისი, ხო? ეს პროცესი დღეს default ანუ როგორც წესი არის ხოლმე სასამართლო, ანუ როგორც წესი საუბარი არის სასამართლოში პერსპექტივებზე, ხო? აი, მგონია, რომ ახალი თაობა, რომელიც წამოვა და იმედია, რომ კიდევ უფრო ბევრი იქნება ასეთი სტუდენტი, მათთვის პროცესი პირველი არ იქნება სასამართლო. ისინი პირველ რიგში შეეცდებიან ამ უნარების გამოყენებას პირველ რიგში იმისთვის, რომ გააკეთოს კლიენტის ინტერესი რა არის, იმიტომ რომ ხშირად ამას იურისტები არ აკეთებენ. მოდის კლიენტი ემოციურად აღელვებული, რაღაცა უნდა რომ დასაჯოს მეორე მხარე და იურისტი კიდევ უფრო უმყარეს, რომ კი ბარ მოვიგებთ და ისა და ესეც შეგიძლია მოითხოვო და ისიც შეგიძლია მოითხოვო და პირიქით შეიძლება იურისტმა გაუმძაფროს კონფრონტაციის სურვილი და დავაში გადასვლის სურვილი. და მგონია, რომ ის ადვოკატი, იურისტები, რომლებიც ამ გამოცდილებით შევლენ პროფესიაში, უკვე პირველ რიგში შეეცდებიან მეტი გაიგონ კლიენტის ინტერესის შესახებ და აქედან გამომდინარე, მე უკვე შესთავაზონ ის პროცესი, მათ შორის მედიაცია, თუ პირველ რიგში ალბათ, შეიძლება ყველა შემთხვევაში არ, მაგრამ ბევრ შემთხვევაში ეს უკვე იქნება ის პირველი პროცესი, რომელსაც ადვოკატი ურჩევს კლიენტს. ამიტომ ეს მგონია, რომ არც თუ ისე გრძელვადიან, უფრო მოკლევადიან პერსპექტივაშიც იქნება გარდამტეხი იმისთვის, რომ მედიაცია გახდეს უფრო მეტად გამოყენებადი ჩვენს რეალობაში. ჩავერთვები თქვენის ნებართვით, მარიამ, თუ შეიძლება. სამშობლო თემა შეეხო სოფო ადვოკატის როლზე როცა საუბარი. რამოდენიმე საკითხი შევხედეთ თქვენის ნებართვით. ერთი, ადვოკატი ასრულებს ამის ფუნქციას. ეს არის მისი კლიენტის საუკეთესო ინტერესების დაცვა. წერტილი. რასაც ჩაგვდის, რომ არის კარგი მისი კლიენტისთვის ვალდებულია ის განახორციელოს. უბრალოდ მედიაცია დღეს არის ახალი სიახლე ნოვაცია და მიმართულებით ზოგადად მედიაციისადმი ადვოკატთა კორპუსის მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ყველადამით ახდება, არც ერთი ევროპული იქნება ეს თუ ამერიკის შტატი, ქვეყანაში ვერ დაგვიკვირდება მედიაცია და ვერ დაგვიკვირდება მას თუ სტრატეგიულ პარტნიორად პირველ თუ არა ერთ-ერთ პირველ მეგობრად ვერძე არ დაუდგა ადვოკატის კორპუსი. ადვოკატის კორპუსი საქართველოში დღეს ვერ შეუდგას მედიაციის პროფესიას. მე სტამბოლში აგითხრათ, როგორც ერთ-ერთი პირველი რომელიც ადვოკატთა ასოციაციაში აქტიურად ვიყავი ჩართული და ვარ ჩართული. თავად ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე არის მედიატორი, მოქმედი ერთ-ერთი პირველი აკრედიტირებული. და ჩვენ შორის ამ ასოციაციას ამ ორ დიდ პროფესიას შორის ძალიან დაახლოებით თანამშრომლობის რეჟიმია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ეს უდენ დღეს დასაწყისში, როცა ახლა იდგამს მედიაცია ფეხს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ადვოკატთა ასოციაცია მედიაციის სწავლებას ახორციელებს უკვე წლებია საქართველოში 2015 წლიდან წარმომადგენლობა მედიაციაში ინტენსიურად არის შეთავაზებული საგანი განგრძობადი ორგანიზების ფორმატში ადვოკატებისათვის და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ადვოკატებმა უკვე საკუთარი როლი დაინახეს ამ პროცესში. და ეს პროცესი გაგრძელდება ადვოკატთა ასოციაციის მხრიდან ერთი სასამართლო მიმართულება
და იმით ვიტოვებ, რომ ხარდაჭერაც იქნება ყოველთვის სწორი, ადვოკატებს უნდა ჩვენ დავანახოთ, რომ ეს არის მათი პროცესი, ეს არ არის რაღაც ალტერნატიული მათი პოლიტიკური საქმიანობის ამბობის კლიენტს დაკარგავენ, არ ხომ ესეთი გამოწვევები და მე ძალიან მიხარია, რომ ამ მიმართულებით აი ამ გამოწვევების დაძლევაში ადვოკატები არიან თანხმებრი და სწორედ რეაგირებენ და სწორედ აღვიქვამენ, რომ მედიაციაში მათი წარმატება კლიენტის წარმატება არის ისევ და ისევ საბოლოო ჯამში ხარისხიანი მართლმსაჯულების წინაპირობა და მათ შორის ადვოკატის კონკრეტული ინტერესის მათ შორის იქნება გამომდინარე, რომ ნაკლები ხო დაიხარჯებათ და მეტი მათ შორის მაყოფილებელი მარცხნივები ეყოლებათ. თუმცა საბოლოოდ მაინც ყველაფერი არის მისი უდიდესი სრულება კლიენტის ხელში. კლიენტს უნდა გავა და არ უნდა შეთანხმება, ესეთი არაერთი შექმნა ყოველთვის და მინახავს და იქნება, ჩვენმაც ვერ ვაიცულებთ, ხო? კლიენტის რჩევას მისცემს ადვოკატი, კლიენტის ინტერესიდან გამომდინარე და თუ კლიენტის თანხმებრივი ინტერესიც იქნება და სული, რა თქმა უნდა, ისევ გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს შორს ვარ იმედისგან, რომ ადვოკატი არ აძლევს რჩევას სწორს, ან არ აძლევს ინფორმაციას სრულს და ამოწურავს მედიაციის რეალობის თაობას. ეს უფრო მეტიც ეთიკის კოდექსითაც ადვოკატის ვალდებულება დაუწყოს გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების შესახებ, სრული ამოწურავი ინფორმაციების ეს მარცხნივ ინფორმატიული გადაწყვეტილების მიღების მიზნისთვის. დანარჩენი არის მარცხნივ გადასაწყვეტი. რაც შეეხება კორპუსს ხარდაჭერა კორპუსის მედიაციის ეს დღეს მართლაც სახეზე არის. ამისი არ აღნიშნა, არ იქნება სწორი, არ იგების და ეს მე პირადად დავაფიქსირე. აქვე ერთი არის აღსანიშნავი. იმისათვის მე აბსოლუტურად მეთანხმები სოფოს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის სრულად გაზრდა, მნიშვნელოვანი არის იგივე საკითხის რეკლამირება, როგორც აღნიშნა, თუმცა ყველაფერი იწყება განათლებით. მოდი ამაზე შევთანხმდეთ. განათლებით და მომზადებული ახალი თაობით. და ეს იქნება სასწავლო დაწესებულებებში. ეს იქნება სკოლაში, ეს იქნება უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში და მე მაქვს დიდი ინტერესი და სურვილი ჩემთან ერთად, მართლაც საბჭოსთან ერთად, მედიატორთა ასოციაციასთან ერთად, რომ ჩვენ მედიაციის სწავლება დავერგოთ საშუალო სკოლებში, იდგმება აქტიური ნაბიჯები, ისევე როგორც უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში, ანა და მეთანხმება ჩვენ ძალიან ინტენსიური თანამშრომლობის მემორანდუმზე მუშაობთ ყველა უნივერსიტეტთან და პირველი რა თხოვნითაც მივედი და ბრძოლებში მოთხოვით რექტორთან საქართველოს უნივერსიტეტის იყო რომ დაანერგეთ სავალდებულო საკითხი. იქ დამხვდა ის რეალობა, რომ არის უკვე სავალდებულო საკითხი. თუმცა ყველგან ამას ვიტყობთ ჩვენ, არა მხოლოდ იურიდიულ პროფესიებისთვის. არა. სხვა ფაკულტეტებსაც, იმიტომ რომ ეს ინტერდისციპლინარული დარგია და სადაც უფრო ყველა შემთხვევაში პროფესიის აღმოჩენილს დასჭირდება მედიაცია აღნიშნული კიდეც ხო? იქ მეგობართან ურთიერთობაში გავუმატებო, იქ ოჯახში ვარ და სტუდენტების რეაქციებს. ასე რომ სწავლება უნდა ხდებოდეს აღნიშნული საკითხს, როგორც საშუალო სკოლაში, ასევე უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში. მე ეს ხალხი შემდგეს მოითავო პროფესიაში. აქაც საფიქრალი და სამუშაო არის, ადვოკატების სხვადასხვა საკითხით უკვე დებები არიან და ხარჯერენ. პროფესიამ დაანერგა ადვოკატთა ასოციაციამ და ეს უნდა აღინიშნოს საკვალიფიკაციო გამოცდაში სავალდებულო კომპონენტად მედიაცია. რაც უკვე იმას ნიშნავს, რომ იურიდიული სკოლებისათვის ეს არის გულდასაღებების სიჩქარე. უნდა ასწავლიდნენ იურისტებს, წინააღმდეგ შემთხვევაში პროფესიული გამოცდის სტადიაზე მათ შეიძლება წარმატება არ სცემდეს თან. ასე რომ პროფესია ადვოკატი ყველაფერს აკეთებდა კიდევ ეს ხარდაჭერისთვის მადლობა, ის უნდა აღნიშნულიყო და რაც შეეხება საშუალო სკოლებში ჩვენ გეგმას მედიაციის სწავლების დანერგვის ამაზეც მოხსენებ, უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში ჩვენ გავაგრძელებთ. თხოვნას და მოთხოვნას, რომ მინიმუმი იურიდიულ ფაკულტეტებზე და რა თქმა უნდა ზოგადად უნივერსიტეტებში სხვადასხვა მომიჯნავე სასწავლო დისციპლინებში სამოძებნო საკითხი ინკორპორირება მოახდინა მედიაციის სწავლების და ჩვენ მივიღებთ უკვე რამოდენიმე წელიწადში ეს ერთ დღეში მიღწევადი შედეგი რეფორმა არის. ამას ასჭირდება დრო, რომ ჩვენ ყველა ერთად სოციალურმა უკვე მივიღოთ მარტივი გადაწყვეტილება, რაში მარტია მედიაცია, რა არის შესაძლებლო და ამას არ უნდა სჭირდებოდეს ვიღაცის დამატებითი ახსნა გამარტებები. თუნდაც დღევანდელი ვებინარია, გუში დაიწერა გადაცემა და ახალგაზრდა რაღაცა. ეს უნდა იყოს ყოველდღიურობის ჩვენი განყოფილი აზრი, რაც არის ჩემი ინტერესი, ჩემი ინტერესზე მოგებული მოპარაკება ხელში უნდა იყოს, მე უნდა მას მართავდე და თუ მე მაშინ რაღაცა დამეხმარება, მაგას ვიტყვი მარტო. დღეს უკვე საქართველოში არის ეს რეალობა, კანონი ხშირად მოგწონს ძალიან შეუძლებლად. არ დაიჯერებთ, არც ის თქვენი პრობლემა. ატარებელი დაგუქილია, თავისი გზით იბლის და ვინც იქნება ამ შემთხვევაში ამ მიმართულებით უფრო მეტად გამოხდები, ის უფრო მეტად დასაწყისში იქნება გმობილი. საბოლოო ჯამში ყველა დაინახავს იმ პირადასხმის მედიაციას.
ახასიათებს და რა თქმა უნდა აგვიყვია ყველა იქნება მიმართულებით მოხმარებელი და ხარდამჭერი. რაც უფრო ვით უკეთესი და მიმართულებით არასწორად ის ხიდი ასე ვიდეს სკოლა, უნივერსიტეტი, პროფესიები და იმეც ვიტყვით რომ ამ მიმართულებით მაჩვენებელი ასოციაცია მთელი პერიოდთა ფოკუსი იქნება სწორი პოლიტიკის გამხდარებელი და ამ შემთხვევაში ხარდამჭერი და დამერგავი ამ ყველაფრის ჩვენ და სასიკეთოდ პოლიტიკური შუბლების სასამართლოებს საქართველოში. მარიამ შეიძლება რომ რაღაც კომენტარი გავაკეთო მეც? კი. და საინტერესო ამ ადამიანებთან ჩვენ თუ არ დაგვამოდერაციე თუ როგორ არის ძალიან გაგვიჭირდება რა. საქმე ის არის რომ პირიქით მადლობა ამ საკითხების წამოჭრისთვის, იმიტომ რომ ზუსტად ვებინარის დასასრულს მინდა და ჩვენი საუბარი წაგვეყანა სწორედ იქითკენ, რომ ან რა გამოწვევებს ხედავთ თქვათ და რას ფიქრობთ, როგორ შეიძლება განვითარდეს საქართველოს მედიაცია და ვის რა როლი უჭირავს ამ პროცესში და ვის რა როლი უკავია. შესაბამისად, პირიქით და ამ თემით შეგვიძლია რომ ფაქტობრივად ნელა-ნელა დავასრულოთ ჩვენი ვებინარი და ეხლა გისმენთ თქვენ. მადლობა. მე მინდა ეხარ ეს ჩემი იმ პოზიციიდან გამომდინარე რა პოზიციასაც ეხა ვიკავებ, ჩემი შეთავაზება გავაჟღერო ამ შემთხვევაში ბატონ ირაკლისთან იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან კარგი იქნება თუ თქვენ გაქვთ თქვათ უნივერსიტეტების იმედი, იმიტომ რომ უნივერსიტეტების რაღაც ნაწილი ვისთანაც მე თანამშრომლობ დიდი ხანია ვხედავ დიდ რესურსებს მართლა მედიაციის განვითარებაში და თუ თქვათ ეს პროგრამა ანუ სასერტიფიკატო პროგრამა იქნება რაღაცნაირად ადაპტირებული ჩვენს სასწავლო პროგრამასთან, ეს იქნება დამატებითი мотиваცია სტუდენტებისთვის, რომ ეს გაიარონ, იმიტომ რომ პირველი ორი ეტაპი, რაც ასოციაციის პრეზიდენტმა ბრძანა, ეს არის სასწავლო ტრენინგები და შემდეგ არის უკვე იმიტაცია, ხო და ბოლოს არის უკვე ნამდვილი მედიაცია, როდესაც უკვე მიდის. ფაქტიურად ეს ორი ეტაპი თუ კარგად მუშაობს მედიაციის კლინიკა და მით უმეტეს თუ საერთაშორისო კონკურსში აქვს მიღებული მონაწილეობა, სტუდენტს გადაჭარბებით აქვს გავლილი. მათ შორის ტრენინგის ნაწილში, იმიტომ რომ ბევრი კონკურსი ადგილზეც კი თავაზობს დამატებით ტრენინგებს და პლუს კიდევ იმიტაცია, რომ არაერთიდან. იმიტომ რომ კონკურსის შემთხვევაში სტუდენტებს უწევთ რამდენიმე იმიტირებულ პროცესში მონაწილეობის, იმიტირებულ მედიაციაში მონაწილეობის მიღება, რომ არაფერი ვთქვათ მოსამზადებელ პროცესზე, როცა რამდენიმე თვე ფაქტიურად ამას აკეთებს ხო სტუდენტი. ამიტომ ჩემი აზრით უნივერსიტეტებთან მუშაობის შემდეგი ეტაპი იქნება ისიც, რომ რაღაცნაირად მოხდეს აღიარება იმ უნივერსიტეტის პროგრამების არა მხოლოდ სასწავლო ნაწილში, არამედ იგივე იმიტირების ნაწილშიც, იმ სტუდენტების შემთხვევაში, რომელსაც ეს პროცესი მართლა გავლილი აქვს და თან წარმატებულად აქვს გავლილი, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში უფრო მეტ სტუდენტს მოვიზიტავთ იგივე მედიაციის კლინიკებში, სხვადასხვა უნივერსიტეტში, უფრო მეტი სტუდენტი იქნება დაინტერესებული, რომ ფაქტიურად ორი ეტაპი ავტომატურად გავლილი კონდეს, თუ ეს კარგად დაგეგმილი ხარისხიანი პროგრამით უნივერსიტეტთან უკვე გააკეთა და თან კრედიტებიც დააგროვა და თან პარალელურად უკვე ორი ეტაპიც გაიარა, ცხადია იმისთვის, რომ მეც ასევე დაინტერესებული ვარო, ხარისხი იყოს ძალიან მაღალი. ეს უნდა გაკეთდეს უნივერსიტეტთან ისეთი აქტიური თანამშრომლობით, რომ პროგრამა უნდა აკმაყოფილებდეს ყველა იმ წინაპირობას, რაც მედიატორად გახდომისთვის არის აუცილებელი, უბრალოდ ხელი უნდა შეეწყოთ ჩემი აზრით იმ სტუდენტებს, სოფით დამეთანხმება, რომ მასაც ყავს არაჩვეულებრივი სტუდენტები, რომელსაც გავლილი აქვს რაღაც ეტაპები და ფაქტიურად ამ მხრივ ძალიან ხელშეუწყობდით, მე ამ შემთხვევაში ჩემი გადმოსახედიდან ვიცახი, ყველა იმ პროექტმა, რაც უნივერსიტეტმა ვინმესთან ერთად გააკეთა, მაგალითად იგივე ადვოკატთა ასოციაციასთან ერთად გვაქვს ჩვენივე უფასო იურიდიული დახმარების კლინიკაში ადაპტაციის პროგრამის ფარგლებში მენტორ ადვოკატის შესაძლებლობა, ყველა პროგრამამ ძალიან გაამართლა. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში სტუდენტს მიეცა საშუალება, რომ რაღაცა ანუ ამ გამოთქმით რომ ვთქვათ, ორი კურდღელი ერთდროულად დაიჭიროს და ამ შემთხვევაში ეს ძალიან ხარისხიანი კურდღელი იყოს, რასაც იჭერს. რომ ის მთავარი მიზანსაც არ აუცდეთ, ხო და რაღაც ის არ გახდეს, რომ რაღაც. ამიტომ მგონია, რომ უნივერსიტეტებთან ყოველ შემთხვევაში მე ვიქნები ერთ-ერთი, რომელიც მოგმართავთ ამ წინადადებით, რომ დავიწყოთ მუშაობა ამ მიმართულებით, რომ მოიწონოთ ჩვენი მედიაციის კლინიკის პროგრამა და რაღაცნაირად მოხდეს ამ ყველაფრის ინტეგრირება და აღიარება, ესე რომ ვთქვათ. და წარმატებებს უსურვებ ყველა მომავალ მედიატორს პირველ რიგში და ყველა მონაწილეს მედიაციის პროცესის მედიატორებს განსაკუთრებით გამოვყოფ ამ მხრივ ცოტა სულ ისინი არიან პრაქტიკულად ყველაზე
მეტი მომზადების საჭიროებების მქონე ადამიანები, თუმცა მედიაციის პროცესში მონაწილე ადამიანებს ყველა სჭირდება გარკვეულწილად მომზადება და რაღაცნაირად ამასაც მედიატორის ტვირთად აღვიქვავ ხოლმე. და ზოგადად ვსურვებ ამ ინსტიტუტს ძალიან დიდ განვითარებას ჩვენ ქვეყანაში, რომელიც პატარაა, რომელიც ურთიერთობებზე დგას, იმ ქვეყნის, ასეთი ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ქუჩაში გამოვდიოდეთ, ერთმანეთს უღიმოდეთ, კარგი ურთიერთობა შევინარჩუნოთ, ჩვენს პარტნიორებთან, კონკურენტებთან გქონდეს კარგი და კოოპერაციული ურთიერთობა, ამიტომ ყველა ვარიანტში ეს ჩვენ არა მარტო კარგი პროცესი, არამედ გჭირდება. ამიტომ ვუსურვებ ამ კონკრეტულ ინსტიტუტს განვითარებას, ასოციაციასაც და რეზოლუციას წარმატებებს ვუსურვებ და თვითონ ინდივიდუალურ მედიატორებსაც სოფოს და ირაკლის. მადლობა ანა. საბოლოოდ თქვენგან ხო არ გსურთ დაახლოებით 1 წუთის ფარგლებში რაღაც შემაჯამებელი სიტყვებით რომ მივმართოთ, ასე ვთქვა და ძირითადად ამაზე რომ კონცენტრირდეთ. თუ არის კიდევ დამატებით რაიმე, თუ არა და მაშინ მე უკვე გადავალ შემაჯამებელს. ეს დავუთმო ამ შემთხვევაში და დავასრულებ. კი ბატონო. სოფო, თუ გაქვთ რაიმე სათქმელი, 1 წუთი ფარგლებში. ნაცევა ყველას წარმატება ვუსურვებ, პირადადაც, პროფესიულადაც, სხვა ხო. და მინდა რომ უფრო მეტად საზოგადოება ცოტა მეტად ენდოს ამ პროცესს და ცადოს მედიაცია. ჩვენი სლოგანი არის ცადე მედიაცია და მგონია რომ ამ ცდელობის მერე უკეთ განსჯიან და უკეთესი შეგრძნება ექნებათ ამ პროცესში. დავუთმეთ ეს ვებინარი. დასრულეთ ხო რაღაც მე მგონი ინტერნეტის ხარვეზე იყო და თუ არ ვწდები მე მგონი სოფამ დაასრულა ხო ესე? ორი სიტყვით გამოვეხმაურები, რაც აღნიშნეთ, ამ შემთხვევაში განათლების როლი და ადვოკატების როლი ხო, იურისტების თვითონ. გავიხსენებ რამდენიმე დღის წინ მე და სოფო საუბრობდით, სანამ ვებინარი დაიწყებოდა, ჩვენ საუბრობდით ამ შემთხვევაში ერთ-ერთი ლექციის ფარგლებში ამერიკა და ამერიკული გამოცდილება ვახსენეთ მედიაციასთან დაკავშირებით, James Foundation-ის მედიატორებთან. James Foundation-ი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ესეთი პრესტიჟული და ცნობილი მედიაციის მომწოდებელი კომპანია ამერიკაში და მისი მედიატორები საუბრობდნენ იმაზე, თუ ვინ არიან მათი ძირითადი მომხმარებლები, ესე ვთქვათ, ან დამკვეთები, კლიენტები და როდესაც მას კითხეს ვინ იყვნენ ესენი, მან თქვეს, რომ ძირითადი დამკვეთები არიან ადვოკატები. და მხარის წარმომადგენლები, იურისტები. ამიტომ ვისურვებდი, რომ ჩვენთანაც საქართველოშიც იგივე პრაქტიკა იყოს. განათლებაზე აღარ შევჩერდები, მე მგონი ამაზე არავინ ნამდვილად არ დაობს, რომ განათლება, ცნობიერების ამაღლება მედიაციის განვითარების კუთხით არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი და აი თუნდაც ის, რომ დღეს ჩვენ ვისაუბრეთ ორ ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე, ხო ესე დღესდღეობით რაც არსებობს ხომ მედიაციაზე, ეს არის შრომითი ურთიერთობების თვალსაზრისით წარმოქმნილი სამართლებრივი დავები, რომლებსაც მედიატორთა ასოციაცია გვთავაზობს და ასევე მეორე ეს რეზოლუცია და ჯეკის პროექტი, თუმცა სამწუხაროდ არც ისეთი მაღალია მიმართვიანობა, ამიტომ მეც ჩემის მხრივ ვურჩევ ყველას, რომ აუცილებლად თადონ მედიაცია და დარწმუნებული ვარ მას შემდეგ, რაც ერთხელ ისინი ეცდებიან, რომ მედიაციით მოაგვარონ საკუთარი დავა თუ პოტენციურად დავა, დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგ უკვე გახდებიან მისი ერთგული მომხმარებლები, ასე ვთქვათ. ძალიან დიდი მადლობა. მარიამ, ერთი წუთით მეც გამოგეხმაურებით. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ თქვენ ასოციაციას მოწვევისთვის. დიდი სიამოვნება იყო საათნახევრის მანძილზე სტუმრებთან ერთად საუბარი. მე იმედს გამოვთქვა, რომ თავის არაფერი არ ხდება მოდიამაზე შევთანხმდით. რასაკვირველია. პანდემიაც ხდება, დისტანციური მედიაციაც არ ინერგება თავისით. არც ადვოკატების მხარდაჭერა არ მოდის თავისით ხარი. თანამშრომლობა უნდა სწორი.
არც განათლებაზე რომ საფრთხებით ყველაფერი თურმე ისე არის, არც ის არ არის თავისი. ყველაფერს უნდა შეფასოს სწორი სტრუქტურული მუშაობა უნივერსიტეტებთანაც სკოლასაც თავის კარტერი აქვს. შესაბამისად, მე ყველას მოვუწოდებ, რომ მედიატორთა ასოციაციას მეთანამშრომლობ, ხარში დაუდგეს ყველა ნებისმიერი გეგმის განხორციელებაში, ვიყოთ ამ შემთხვევაში აზრები გავცვალოთ, თუ რა საჭიროა. მაგრამ ის რაც არის სწორი მედიაციისთვის, რაზეც შეთანხმდება მედიატორები და ის მომიჯნავე მხარდამჭერა პროფესიები, რა თქმა უნდა, ადვოკატები და სასამართლო სისტემაც არ განსაკუთრებით, ეს მნიშვნელოვანი სკოლი არის, მხოლოდ და მხოლოდ თანამშრომლობით არის შესაძლებელი მიიღწეს ის წარმატება, რა წარმატებაზე ჩვენ ყველას ერთად გვაქვს პრეტენზია და მე ვამბობ, რომ უირა კარგია, რომ დისტანციური მედიაციების სისტემა დაამარხა. ამას შექმნა. აი ამ შექმნაში ჩემი ხელი როგორც ასოციაციის სამშობლოზე მთელი მედიატორები დარწმუნებულია, გამოჩენილი არის და იმას ვიტყოდეთ, რომ ეს იქნება სწორად ჩამორთმეული და ჩვენ ყველა ერთად ვცდით კიდეც დავნერებად კიდეც და განავითარებთ კიდეც მედიაციის საფუძველში. ეს იქნება ჩემი დიდი სურვილი და უწოდება ყველას. დიდი მადლობა. ბატონო მარიამ, მადლობა მინდა შენ რო გითხრა და ძალიან მეამაყება რომ მარიამი მუშაობს ევროკავშირის ელჩთან და მე ვიცი რომ ეს ჩვენი ელჩი არის, მედიაციის ელჩი არის, თან ჩაყავს რა თქმა უნდა ხუმრობით, იმიტომ რომ იცოდეთ რომ ძალიან გულმხურვალე მხარდამჭერია ამ პროცესის და მჯერა რომ ძალიან ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ ერთად ყველა ჩვენ და ასევე კიდევ ის ადამიანები ვინც ჩვენს გვერდით განან ამ პროცესში და დიდი მადლობა მოწვევისთვის. ბატონო, ძალიან დიდი მადლობა და ზუსტად ირაკლი მაგნიშნა, რომ ყველაფერთვის სავალდებულოა შრომა და თავის არაფერი არ ხდება. ამიტომ მე მგონია და დარწმუნებულია, რომ მედიაციის განვითარების თვალსაზრისით ძალიან სწორ გზაზე ვდგავართ და ყველანაირად ვცდილობთ ინდივიდუალურად თუ რაღაც ერთობლივი ძალებით ეს პროცესი წინ წავწიოთ. ძალიან დიდი მადლობა, რომ დაგვითმეთ დრო და საინტერესო შეხედულებები შემოგთავაზეთ. კარგად ბრძანდებოდეთ.